თეთრი ფურცელი დავიჭირო ეს. საავშტობისა დღეს ხუჩაბათია და მეცხრე არხის პირდაპირ ეთერშია თოქ-შოუ დიალოგი მე რუსუდან გვარამაძე ვარ. ახალციხის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი ბესიკ ბლიაძე პასუხისგებაშია მიცემული მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 351 მუხლით წაუყენეს, რაც სამართლებრივ სიყალბეს გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ბლიაძეს უფლება ჯერა და გირაოს სახით 4000 ლარი დააკისრა. ამ თემაზე ვისაუბრებთ დღევანდელ გადაცემაში, სანამ საუბარს დავიწყებთ აღნიშნულ თემაზე მე მინდა მაყურებლის საყურადღებოდ განვაცხადო, რომ გადაცემის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე ბატონი ოლეგსანდროშვილი სამწუხაროდ მიუხედავად იმისა, რომ ჰქონდა დაპირება, რომ დღეს ის მიიღებდა გადაცემაში მონაწილეობას, სამწუხაროდ ჩვენთან სტუდიაში არ მოვიდა და სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ ჩვენმა გადაცემამ რამდენიმე წუთით დაიგვიანა. სამწუხაროდ ვერც გამგეობის და ვერც საკრებულოს ვერც ერთ წარმომადგენელს დღეს საღამოს უკვე ვეღარ დავუკავშირდით. სამწუხაროდ ხელისუფლების წარმომადგენლის გარეშე მოგვიწევს დღეს ამ თემაზე საუბარი. კი ბატონო, ჩვენ სტუმრებს გაგაცნობთ ბატონი ნუგზარ სამარჯიშვილი, ბესიკ ბლიაძის ადვოკატი, ბატონი ვაჟა ჩიტაშვილი, პარლამენტის წევრი, ნაციონალური მოძრაობა, ჯიმშერ გოგოლაური, დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის რეგიონული კოორდინატორი. რაც შეეხება ჩვენ სტუმრებს აუდიტორიაში აქ არიან არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, ასევე ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ყოფილი თანამშრომელი ეკატა ტალაშვილი, ონისე გაჩეჩილაძე, დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის ახალციხის ორგანიზაციის თავმჯდომარე, მარინა მოდებაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია დემოკრატ ქალთა საზოგადოება, ქეთევან ხმალაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია ერთსულოვნება სამართლიანობისკენ, ცენტრალური ოფისის ხელმძღვანელი ზაზა სუდაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია ერთსულოვნება სამართლიანობისკენ, საორგანიზაციო განყოფილების უფროსი ირაკლი ბარძიმაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია სამართალდამცავთა დაცვის ლიგა. ესენი არიან ჩვენი სტუმრები და დავიწყოთ მთავარ თემაზე საუბარი. დიახ, ბატონი ოლეგი შემოგვიეცდება, ბატონი ოლეგი მობრძანდა სტუდიაში. კი ბატონო, თავდაპირველად დავიწყოთ, ბატონებო, თქვენგან მინდა ზოგადად შევაფასოთ აი ის ფაქტი, ეს მოვლენა, რაც ხდება დღეს ახალციხის მუნიციპალიტეტში. ბატონი ჯიმშე, როცა ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი პასუხისგებაშია მიცემული. მე რა შემიძლია ვთქვა, მე ვთვლი, რომ ეს რაც მოხდა იყო კანონიერი. სასამართლო პროკურატურამ მიიღო სწორი გადაწყვეტილება. კანონი არის ყველასთვის ერთი. არ აქვს იმას მნიშვნელობა ის მაღალი თანამდებობის პირი იქნება თუ რიგითი თანამშრომელი იქნება. ყველა უნდა აგვოს კანონის ნაშრომი. რა გაძლევთ ამის თქმის საფუძველს, რომ ეს არის სწორი გადაწყვეტილება? რა მაძლევს ამის უფლებას და პროკურატურამ გამოიძიეს ეს მასალები და სასამართლომ მიიღო სწორი გადაწყვეტილება. კი ბატონო, გასაგებია ბატონო ვაჟა, რომ შევაფასოთ ზოგადად ეს სიტუაცია რაც ხდება. ჯერ ნაადრევია საუბარი ახლა როგორც იურისტისათვის ადამიანის უდანაშაულობაზე, ან როგორც დამნაშავეზე, ცნობაზე ისაუბრობენ. არ განვიხილავთ ამ შემთხვევაში, ზოგადად ფაქტს განვიხილავთ. თუ ფაქტი ჩვეულებრივი მოვლენა, ეგ არ აქვს მნიშვნელობა, გამგებელი იქნება თუ ნებისმიერ რიგითი მოსახლე ჩვენი. თუმცა გამგებლის პასუხისგებაში მიცემა უფრო მეტად, თქვა, საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცევა, ვიდრე რიგითი ადამიანის და ეს უფრო მნიშვნელოვანია ალბათ. ფიქრობ, ახლა პროკურატურას ექნებოდა დასაბუთებული ვარაუდი იმისათვის, რომ პასუხისგებლობაში ბრალდებას რაიმე საფუძველი დაუდგა. მის უდანაშაულობაზე ჯერ ვერაფერს ვერ ვეთქვით, ვინაიდან ჯერ სასამართლოს კანონიერი განაჩენი ძალაში არ არის შესული. კი ბატონო, გასაგებია ბატონო ნუგზარ, რეალურად რა ხდება ბატონ ბესიკ ბლიაძის საქმის გარშემო ამ შემთხვევაში სამართლებრივი დეტალები ჩვენზე და ყველაზე უფრო მეტად იცით? ვახსენებთ, საზოგადოება ფაქტიურად მომხდარია, უმწურავად იცის, აღარ გამიმეორებ თუ როდის წარადგინა ბრალი და დროს აღარ დავკარგავ და აღარ გავაცდენ, ძალიან მოკლედ მინდა თქვა, რომ დღეს მდგომარეობით ბატონი ბესიკ ბლიაძე ბრალდებულად არის ცნობილი, ამჟამად ბრალი აქვს წარდგენილი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 351 მუხლით, რაც სამსახურეობრივ სიყალბეს გულისხმობს და სტუდიაში არიან კვალიფიციური იურისტები და ალბათ ამ ნაწილში დამეთანხმებიან, რომ ამ მუხლის მაკვალიფიცირებელი ნიშანი არის ეს ქმედება უნდა იყოს ჩადენილი ანგარებით ან სხვა რაიმე პირადი მოტივით, რაც საქმეში არანაირი მტკიცებულებად არ არის წარმოდგენილი არც ანგარება და შესაბამისად არც რაიმე პირადი მოტივი. დეტალებზე რომ იყვით ძალიან უცლად გაგვიგრძელდება და გასაგებია, მაგრამ რას ამბობს თავად ბატონი ბესიკი, ანუ რატომ რას მიაწერს აი ამ შემთხვევას, რაც მოხდა და რაც გაამჟღავნა პროკურატურა? ბატონი ბესიკის განმარტებით, მე მაქვს იმის უფლება, რომ ის პოზიცია წარმოვადგინო აქ ამ სტუდიაში. ბატონი ბესიკის განმარტებით, მან ჩვენებაში სვასი დააფიქსირა და ყოველთვის მაგ პოზიციაზე იქნება.
ესე იგი იმ 4 პიროვნებას დეტალებს აღარ ჩაუღრმავდით, კაი? იმ 4 პიროვნებას, რომელთა ბრძანებების გაყალბება შედება ბრალი, ანუ 2 ბრძანება არის დაწერილი 4 პიროვნებაზე, სხვადასხვა დროს, სხვადასხვა რიცხვით. ერთი არის 3 თვით დანიშნული, მეორე ბრძანებით არის ატესტაციამდე, ატესტაცია ერქვა, ხო, იმას? კონკურსამდე დანიშნული. და ესე იგი ამით პრაქტიკულად არაფერი არ შეცვლილა, არაფერი არავინ არ დაზარალებული ამით. ეს მე სამართლებრივი შეფასების საგანია და არ მინდა ამ დეტალებში ჩავუყრმავდე, მაგრამ ბატონი ბესიკის განმარტები და რეალურადაც მასე იყო. მან აღნიშნული საკითხი შეათანხმა ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან და იურიდიული სამსახურის უფროსთან და სხვათა შორის მისცა მითითება, რომ მოეყვანათ ეს კანონთან შესაბამისობაში და წარადგინათ შესაბამისად. დამეთანხმებიან აქ ადამიანები იმაში, რომ ნებისმიერი სამსახურის, ახლა თუ იურისტი არ არის უშუალოდ რა, ნებისმიერი სამსახურის ხელმძღვანელი იმას ყავს სპეციალური იურიდიული სამსახური იმისათვის და ადმინისტრაცია იმისათვის, რომ ესათვის დოკუმენტი მოიყვანონ კანონთან შესაბამისობაში. შესაბამისად წარუდგინეს მას აღნიშნული დოკუმენტები და მანაც მოაწერა ხელი. ანუ ბატონმა ბესომ არ იცოდა, რომ ამით კანონს არ ღვევდა. არ იცოდა, რომ კანონს არ ღვევდა, მას არანაირი დაინტერესება, არც ანგარება ან სხვა რაიმე პირადი მოტივი იმისათვის, რომ ეს ვადა გაეგრძელებინა იქამდე არ ქონია. რაც შესაბამისად გამოიცხავს დანაშაულს. ანუ თქვენი პასუხიდან გამომდინარე, მაშინ გამოდის, რომ იკვეთება სწორედ იურიდიული სამსახურის ან შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლების პასუხისმგებლობის საკითხი. თუ რა იკვეთება, ეს გამოძიების დასადგენია. ანუ მე სხვა პირების ბრალმდებლად ვერ გამოვდგები აქ. თუმცა ფაქტია, თქვენი საუბრიდან გამომდინარე, რომ ამ შემთხვევაში საბუთი წესრიგში და კანონის ფარგლებში არ ჩაასვა, ასე ვთქვათ, ამათი სამსახური. კარგი იქნებოდა ამ სტუდიაში წარმომადგენელი ყოფილიყო პროკურორიც, აღნიშნული საქმის ან სამცხე-ჯავახეთის პროკურატურიდან წარმომადგენელი და ეხლა მე მის ფუნქციას ვერ შევითავშებ და იქ სხვა პირების ბრალეულობის საკითხზე ვერ ვიმსჯელებ. გასაგებია, ჩვენ მოვიწვევს სტუდიაში პროკურატურიდან წარმომადგენლები, მაგრამ სამწუხაროდ გამოძიების დასრულებამდე მათგან სტუდიაში მობრძანებაზე უარი მივიღეთ. კი ბატონო, აუდიტორია მინდა ჩავერთო საუბარში, მოკლედ რომ შევაფასოთ ეს ფაქტი, ეს მოვლენა, თუ შეიძლება დავიწყოთ თანმიმდევრულად, მოკლედ და შემდეგ გადავიდეთ უკვე დეტალებზე. აი თქვენთვის რის მთქმელია ის, რაც პროკურატურამ დადო რეალურად დღეს. დიახ, გისმენთ. ბატონო, მე შემიძლია ერთი რამე ვთქვა, რაც შეეხება ბატონი ბესიკბლიაძის ქმედებას, ის დანაშაულებრივი არის თუ არ არის დანაშაულებრივი, ასე თქონდა სასამართლო გამოყოფას. მე შემიძლია გითხრათ, რომ რასაც უყურებ მე დღევანდელ დღეს არის მხოლოდ და მხოლოდ ერთი მომენტი, აქ არის შერჩევითი სამართალის არსებობა ქვეყანაში და ეს ნელა იმდენად იქით დღეს და ვინვარდება, რომ ბოლოს იცოდეთ, რომ ყველას ის საფიქრო იქნება. ანალოგიური ბრალდები მე ნამდვილად გეუბნებით, რომ საერთოდ აქვედი ღონისძიება არ შეეფარდებინათ ბატონი ბესიკბლიაძისათვის. იმას იმდენად სერიოზული თანამდებობა უკავია და იმდენად სერიოზული პიროვნება და თვითონ ბრალდება იმდენად არაფრის მომცემი უსუსური და ძალიან ისეთი რამეა, აი სიყალბე ძალიან მარტივად რაღაც გამოსაძიებელია და სადგენია ან გამოსარკვევია და მისატმასნიც არის ადვილად. ამდენად აქედან გამომდინარე საერთოდ რო არ შეეფარდებინათ აქვედი ღონისძიება, თუმცა კანონი ითვალისწინებს, რომ ვინაიდან ქმედება არის კანონიერად შეიძლება შეეფაროს აქვედი ღონისძიება, შეიძლება და საერთოდ არ შეფარდებოდა აქვედის ღონისძიება. მე მინდა ვთქვა, რომ ანალოგიური ბრალდებით 9 წელი და 10 წელი სტაჟირო მქონდა კაც პოლიციაში და ბორჯომის პოლიციაში და 2-დან 4 წლამდე როა და ერთი დანაშაული არ აქვს, ერთი დარღვევა არ აქვს და მხოლოდ მადლობები ქონდა გამოცხადებული და 2011 წელს წავიდა ეს გაზა თავისთვის შრომობდა კავშირი არ აქვს არაფერი პოლიტიკურ ვითარებასთან. იმიტომ რომ პროკურატურას სჭირდებოდა ასე ეხლაც ციხეში ზიზდა მას აქვედი ღონისძიება პატიმრობა შეუფარდეს. თუ კი მეტად საჭირო სიტუაცია, ხო? თუ კი გამგებელია და ცოტა მეტი ინტერესი არის საზოგადოებრივი და მეტ საფრთხეს ფიქრობენ, ჯერ ერთი 4-იც ცოტა ბევრია, 2000-იც რო შეეფარდებოდათ რა დიდი მნიშვნელობა იქნებოდა. საერთოდაც რო არ შეეფარდებოდათ არაფერ პრობლემა, მაგრამ თუ კი შეიძლება რომ შეეფარდოს ადამიანს ასეთ დროს და ეს ასეც უნდა იყოს და ასია დადგენილი ზუსტადაც, რომ უნდა გქონდეს აქვედი ღონისძიება და არა საპატიმრო და საპატიმრო ღონისძიება მხოლოდ ერთადერთი საშუალებაა, რომ აღიკვეთოს პირის დანაშაულებრივი ქმედება ან მიმალე საფრთხე. ზაურ ლეკიშვილი დღესაც ზის ციხეში და პროკურატურა ჩიხშია შესული იმ საქმეში. გასაგებია.
ვაფშე შერჩევით სამართალია და მეტი არაფერი. აქაც თუ გადავხედავთ ასპინძის გამგებელი სიტუაციასაც თუ გადავხედავთ, ასპინძის გამგეობაზეც რაღაცა საუბრები იყო, რომ თითქოს მას დიპლომი რაღაცა მწყობში არ ქონდა თუ სიყალბე იყო. თუ იმ კაცის პასუხისგებაში ჯერ არ დამდგარა და არავის არ უფიქრია, რომ ის კაცის პასუხისგებაში უნდა მიცენ, რა იყო ასეთი სასწრაფოდ 23-24 თებერვალს დაწყებულისა 24 მარტს რომ სასწრაფოდ დაამთავრეს. შიდა ინტერესია, მე ასე ვთვლი. შიდა რას გულისხმობთ, ანუ ხელისუფლება, ადგილობრივ ხელისუფლებას თუ პროკურატურას? არა, პროკურატურა მანდ არაფერში შუაში არ არის. შიდა დაპირისპირება არის სადღაც ხელისუფლების, ასე ვფიქრობ მე, ვიღაცას არ მოეწონა ბესიკ ბლიაძე, ამიტომ დაამთავრეს მისი ყოფა არსებობა როგორც გამგებლისა და მე ერთი რამე მიკვირს. ჯერ საფუძვლიანად გამოძიებულიყო, ორი თვე გასულიყო, თქვა, ერთი თვე გასულიყო, მაგრამ ეხლა ამასობაში უკვე არჩევნები ახლოვდება და ჩემი აზრით ის კანდიდატურა, რომელიც არ ჭირდებოდათ, დაუმთავრეს საქმე, რომელიც ჭირდებათ, არ ამთავრებენ. შერჩევით სამართალია, ხალხო და ეს არის უბედურება. კი ბატონო, გასაგებია, დიდი მადლობა. ქაბატონ მარინა გისმენთ. მოგესალმებით, მოგესალმებით ტელემაყურებელს. სტუდიაში იმდენი იურისტია, რომ მე სამართლებრივი შეფასების უფლებას ჩემთავს არ. როგორც სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელი. როგორც სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელი და როგორც გამგეობის აპარატის ყოფილი უფროსი, მე შემიძლია ვთქვა იმ ნიუანსებთან დაკავშირებით, ანუ როგორ უნდა მომხდარიყო საქმის წარმოება აი ბრძანებებთან თუ განკარგულებებთან დაკავშირებით. ანუ გამგებელს ყავს აპარატი და იმიტომ ყავს ეს აპარატი, რომ მოუმზადოს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები. იმიტომ ყავს იურისტი, რომ იმან გააკეთოს ვიზირება ამა თუ იმ კანონქვემდებარე აქტებზე, ეს იქნება ბრძანება თუ ეს იქნება განკარგულება. თუ შავი მასალა არსებობს და იმ შავ მასალაზე ბრძანებას ყოველთვის ერთვის და განკარგულებას შავი მასალა და შავ მასალაზე მითითებულია შემსრულების გვარი და სახელი, შავ მასალაზე კეთდება ვიზირება იურისტისგან, რომ ის ნამდვილად არის კანონთან შესაბამისობაში, მაშინ მე ვიფიქრებ, რომ ალბათ ის მათმა ერთად დაუშვათ გადაწყვეტეს, რომ აი ამ წესით უნდა გამოეცათ ეს განკარგულება ან ბრძანება. თუ ასეთი არ არსებობს, მაშინ საფიქრალია ის, რომ ალბათ გამგებელთან შევიდა მოუმზადებელი მასალა. ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, მაგრამ ყველა შემთხვევაში პასუხისმგებელია სამსახური და ეს არის აპარატი და მთლიანი აპარატი ემსახურება იმ დოკუმენტების შექმნას და იქ არაერთი ადამიანი მუშაობს, რომელსაც გამგეობა გამოსცემს თავის კომპეტენციის ფარგლებში. აქ ალბათ უფრო სხვა რაიმესთან გვაქვს საქმე, მე ასე ვფიქრობ. რასთან? ან ეს არის შეცდომა, არაკომპეტენტურობა, იცით რა არის? მაშინ დავამატებ მე რაღაცა ვიფიქრე, რომ შემდეგ ჩემს სიტყვაში ვიტყოდი, გამგებელს შეეძლო თავის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტი გაეუქმებია და საერთოდ ახალი გამოეცა, ან შეეძლო ცვლილებები შეეტანა თავის მიერ გამოცემულ ნორმატიულ აქტში. რაში ჭირდებოდა დაუშვათ ჯერ ერთი ნორმატიული აქტის გამოცემა, მერე მეორე ნორმატიული აქტის გამოცემა და ამ დროს შეცდომების დაშვება. ეს რა თქმა უნდა, ეხლა პროკურატურა ამას გამოიძებს და რა თქმა უნდა, პროკურატურაც ნახავდა ამ ყველაფერს და ალბათ სასამართლოც დაინტერესდება ამ ყველაფრით და ადამიანს ჯერ არ არის ის ცნობილი, ხო, უკვე დამნაშავედ და არ არის სასამართლო გადაწყვეტილება და ამიტომ ჯერ ძიებაშია საქმე, მე ასე ვიცი, მე ბლიაძის დამცველად ვერ გამოვდგები, ყავს თავისი დამცველი, მაგრამ ალბათ გამოვიკვეთება კიდე უფრო ის დეტალები და ის მიზეზები, რატომაც ეს ყველაფერი ანუ ბატონ ბესიკს მარტივად შეეძლო კანონთან შესაბამისობაში მოეყვანა ეს ბრძანება და თქვა თავიდან აეცილებინა ის რა თქმა უნდა იურისტი მაგისთვის არსებობს გამგებაში და იურიდიული სამსახური არსებობს დაუშვათ ხვალ დაინიშნა ახალი გამგებელი სანამ ის საქმის წარმოებას ისწავლის დაუშვათ და საქმის წარმოების საერთო წესი არსებობს რომელიც საქართველოს მთავრობისგან არის დამტკიცებული და ამას მთელ საქართველოში ყველა გამგეობა იცავს ხო იგივე წესია დასაცველი ახალციხის გამგეობაში, მოწვალწილში თქვა. იმ წესის დაცვა
ვისევალებოდა დაუშვათ ხვალ დანიშნეს ახალი გამგებელი და იმან ხო ჯერ არაფერი არ იცის ხო ის ხო ვერ შეაჩერებს ნორმატიული აქტების გამოცებას ხვალვე უნდა გამოცეს რაღაცა ნორმატიული აქტი და ეს უნდა მოუმზადოს იგივე აპარატმა რომელმაც მოუმზადა ბლიაძეს შეიძლება იგივე გამგებელსაც იგივე დაემართოს შემდეგ დაინიშნება ახალი შეიძლება იგივე დაემართოს იმ ახალს გასაგებია დიდი მადლობა ქალბატონო მარინა ქალბატონო ქეთევან მოკლედ თქვენი შეფასება და ბატონო ელეგის აზრიც მაინტერესებს შემდეგ უპირველეს ყოვლისა მივესალმები დამსწრე საზოგადოებას, მივესალმები მაყურებლებს. სრულიად ვეთანხმები ქალბატონ მარინას. ძალიან მკაფიოდ ჩამოაყალიბა მან აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით აზრი. და მე უბრალოდ ერთ პატარა კორექტირებას გავაკეთებ, მაშინ როცა ჩვენ ახალციხის ადგილობრივ მთავრობას შორის ხედავთ რაღაც დაპირისპირებას ბატონო ირაკლი ხომარჯობია შიდა სტრუქტურული დაპირისპირება დავაფიქსიროთ გამომდინარე იქედან რომ სხვა არც ერთი სტრუქტურიდან არ შეიძლებოდა ამ შეცდომის დაშვება გარდა გამგეობის თანამშრომლებისა. ეს არის რეალობა, ეს არის იურიდიული სამსახურის დამსახურება, რაც დღეს ბატონ ბესიკს ემართება და რა შედეგებამდეც ის მივიდა და მე მგონი სხვასთან არავისთან არ უნდა გქონდეს პრეტენზია თუ არა ის რომ ეს ბრჭყალებში ჩავსვა გაჩალიჩებულია უხეშად თქვი მაპატიეთ, მაგრამ მეტი მიზნობრივი ახსნა ამას არ აქვს, შიდა სტრუქტურიდან არის გაჩალიჩებული. და აი ამ პოზიციაზე თუ დავდგებით და შევხედავთ სწორი კუთხედით, მაშინ მივხვდებით რომ აქ ღია და გარე დაპირისპირება არაფერ შუაშია და არაკორექტულობა იწვევს საბოლოო შედეგს, რაც დღეს ჩვენ წინ გვიდევს. კი ბატონო, გასაგებია, დიდი მადლობა. დიახ, გისმენთ ქალბატონი ეკატატელაშვილი, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ყოფილი თანამშრომელი. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. ანუ აქ გაიჟღერა აზრმა, რომ შეიძლებოდა შეცვლილიყო ბრძანება და მოსულიყო კანონთან შესაბამისობაში. კანონთან შესაბამისობაში იყო ბრძანება გამოცემული თავდაპირველად, როდესაც იყვნენ თანამშრომლები დანიშნული 3 თვის ვადით. ანუ კონკურსის წესით შესავსებ ვაკანტურ თანამდებობაზე დროებით მოვალეობის შემსრულებლად უნდა დაინიშნოს პირი 3 თვის ვადით, განმეორებით მისი დანიშვნა დაუშვებელია. ანუ ეს ბრძანება იყო ზუსტად კანონთან შესაბამისობაში. ამ 3 თვის განმავლობაში არ ჩატარდა კონკურსი, გაუვიდა თანამშრომლების ვადა და ამის შემდეგ მოხდა უკვე იგივე ნომრით, იგივე თარიღით ბრძანების შეცვლა, აი უკვე ის ბრძანება გამოიცა კანონთან შეუსაბამობაში. და ეს ძალიან კარგად იწოდა ბატონმა ბესიკ ბლიაძემ ეს არანაირ გაჩალიჩებული არ არის უკაცრავად თანამშრომლების მიერ, უბრალოდ შევიდნენ ჩიხში, რომ ამ 3 თვის მანძილზე ვერ ჩაატარეს კონკურსი და გადაწყვიტეს, რომ ჩაეწერათ კონკურსის წესით გამოვლენილი პირის დანიშვნამდე. აი ეს არის ზუსტად შინაარსიც არის კანონდარღვევა იმასთან ერთად, რომ არის ბრძანება შეცვლილი, არის შეცდომა თვითონ შინაარსშიც და არ შეესაბამება კანონს. ამის თქმა მინდოდა. კი ბატონო, ქალბატონო ეკა ერთი კითხვა მაქვს თქვენთან. შეიძლებოდა რომ კანონთან შესაბამისობაში მოეყვანა ეს დოკუმენტი ისე რომ მიიღო ის შედეგი, რაც მიიღო, ანუ გაეგრძელებინა იმ 4 ადამიანს ამ ადგილზე მუშაობა. ანუ ამის თქმა მინდა რომ კანონი არ აძლევს იმის საშუალებას, რომ ვადა გაეგრძელებინა, მისი ვადა იყო დროებით მოვალეობის შემსრულებელი, ინიშნება მხოლოდ 3 თვის ვადით და განმეორებით არ აქვთ უფლება რომ დანიშნონ 3 თვის შემდეგ. ანუ სხვა პირები უნდა დაენიშნა ამ 4 სხვა პირები აუცილებლად თუ ამ 3 თვის ვადაში მოხდებოდა კონკურსი, ჩატარდებოდა კონკურსი, შეეძლოთ მიეღოთ მონაწილეობა და დანიშნულიყვნენ მერე უკვე ეს იგივე პიროვნებები კონკურსის წესით, მაგრამ 3 თვიანი ვადის გასვლის შემდეგ აღარ ქონდათ უფლება, რომ განმეორები დაენიშნა და აი ზუსტად ეს არის სიყალბე, რომ შეიცვალა ბრძანება და თან კანონთან შეუსაბამობაში არის ახალი ბრძანება, ტექსტი. ანუ არ ითვალისწინებს კანონი იმას, რომ დანიშნონ კონკურსის წესით გამოვლენი პირის დანიშვნამდე. ეს არ ითვალისწინებს კანონს, არის შესული ცვლილება 2013 წლის ივლისის თვეში. და აი ამის თქმა მინდოდა და კიდე ერთი ვიტყვი ჩემს სათქმელს გუშინ გაიჟღერა ინფორმაცია ბატონ ნუგზარ სამრეჯიშვილის ამაზე ცოტა მოგვიანებით თუ შეიძლება ქალბატონო, იმიტომ რომ მინდა რომ ზოგადად ეს შეფასებები დავამთავროთ, დავასრულოთ და შემდეგ სწორედ ეს კითხვა მაქვს თქვენთან, თქვენს მიმართ არაერთი კითხვა იყო დასმული. კი ბატონო, დიდი მადლობა ქალბატონო ეკა, უფრო ნათელი გახდა მგონი საზოგადოებისთვის და ჩემთვისაც სხვათა შორის თუ რა კონკრეტულად რაზე იყო იქ რა დეტალებზე, რა დარღვევებზე საუბარი. კი ბატონო, თუ შეიძლება გადააწოდეთ მიკროფონი, თქვენი შეფასებები
განმარტებებით. ბატონო ლექს აღამშვიდობთ და დიდი მადლობა რომ შემოგვიერთდით სტუდიაში. Როგორ ფიქრობთ, ეს არის ბატონ ბესოს შეცდომა, ეს არის თქვენ როგორ ფიქრობთ, როგორც აქ უკვე აღნიშნეს წინასწარ, თქვა სხვა თანამშრომლების მიერ როგორც თქვეს უკაცრავად და გაჩალიჩებული ფაქტი თუ აი რას თქვენ როგორ ფიქრობთ, რას მიაწევთ? უპირველეს ყოვლისა მოგესალმებით და ბოდიშ მოვითხოვ დაგვიანებისთვის. გარკვეულწილად აქ ხსდომა ადამიანება თავიანთ აზრში, ყველამ თითქოს რაღაც გარკვეული სიმართლე ნამდვილად ბრძანა, უпростоრად რაც ბრძანეს იმ ნათქვამში არის გარკვეულწილად სიმართლე. მე დავიწყებ იქიდან რომ აქ წარმოდგენილი არიან იურისტები, შესაბამის სამსახურის სპეციალისტები, არასამთავრობოები და ყოფილი აპარატის მუშაკები და მათ კარგად წარმოთქვეს ფაქტიურად ყველა ის დეტალი, რაც შეიძლება იფიქროს გარედან შემხედვარე ადამიანმა. მაგრამ მე ამ შემთხვევაში უფრო დავამატებ იმას, აღარ გავემეორებ რაც ითქვა, დავამატებ რომ როგორ შეიძლება დაინახოს ეს იმ ადამიანმა, ვინც მუშაობს და საერთოდ სამეურნეო საქმიანობაში არის ჩართული. როგორც მოგეხსენებათ, აქ საუბარია 4 პიროვნებაზე, საიდანაც 2 თუ 3 არის შესყიდვების სამსახურში. ორი ადამიანი არის შესყიდვების სამსახურის სპეციალისტი, ერთი წმუნებული და მეოთხე პრესსამსახური, ხო? ვინაიდან თითქმის ერთი და იგივე ბრძანება იყო 4-ვეზე, ალბათონმა იქამ სწორად ბრძანა, სწორედ არსებული კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა 3 თვეზე მეტი ხნის დროებით მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნას, უნდა ჩატარებულიყო აუცილებლად კონკურსი მას შემდეგ. მაგრამ კანონმდებლობაში იყო გარკვეულწილად შესატანით ცვლილება, რომლითაც ჩვენ რეკომენდაცია მოგვცეს, რომ არსებული კანონმდებლობით 1 იანვრამდე უпростоრად მიმდინარე წლის 1 იანვრიდან ყველა უნდა დანიშნულიყო კონკურსის წესით, ხოლო 1 იანვრამდე 3 თვის ვადით თუ ვინმე დაინიშნებოდა. მაგრამ უნდა შესულიყო ამ კანონში ცვლილება, ვინაიდან მოსალოდნელი კი არა, წელს უნდა ჩატარდეს ადგილობრივი არჩევნები. ამასთან დაკავშირებით იყო რეკომენდაცია, რომ კონკურსი შეიძლება გადაწეულიყო, ანუ ის ვადა, რომელიც 1 იანვარს იყო განსაზღვრული, ეს რამოდენიმეჯერ გადაიწია და ეხლაც იყო რეკომენდაცია, რომ გადაიწეოდა არჩევნების შემდგომ. და ბოლო მომენტამდე ჩვენ არ ვატარებით კონკურსს, ვინაიდან ველოდებოდით ცვლილებას კანონში. ვინაიდან ვადა იქამდე მივიდა, რომ უკვე ფაქტიურად შეუძლებელი იყო ცვლილება რო არ შესულიყო ფაქტიურად, ხომ? ჩვენ ვარ ვღებდით უკვე კანონს და ძალაუნებურად მოგვიწია მაქსიმალურად იმ ვადებში კონკურსის გამოცხადება, რომ არ დაგვერღია არსებული კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობები. თავისთავად ცხადი ამან შექმნა გარკვეული ვაკუუმი იმ დროში, ესე იგი, როცა გაუვიდოდა თანამშრომლეს დრო, კონკურსის ჩატარებამდე იქნებოდა ვაკუუმი. რაც შეეხება ყველაზე მტკივნეული ვაკუუმი იქნებოდა შესყიდვების სამსახურში. შესყიდვების სამსახური არის ერთ-ერთი ურთულესი სამსახური, რომელიც ახორციელებს სახელმწიფო შესყიდვებს, შეკვეთებს, რომელიც იწყება წლის დასაწყისიდან და მთავრდება წლის ბოლოს. ეს მოხდა იმ პერიოდში, წლის ბოლოს, როცა ხდებოდა გამოცხადებული შესყიდვების ფაქტიურად მიღება, დოკუმენტაციის წარმოება და იყო ფაქტიურად დღეღამურ მუშაობაზე გადასული. აქ რომ მომხდარიყო კონკურსის გამოცხადება, წეგან აღნიშნე რომ შეუძლებელი იყო ფაქტიურად, იმიტომ რომ რაღაც მიზეზები იყო, ხოლო რომ გაგვენთავისუფლებინა ეს ხალხი და მოგვეყვანა სხვა, არ იყო ფიზიკურად არ იყო ამის სპეციალისტები. ამის თქმის საფუძველს მაძლევს გამოცხადებული კონკურსი, როცა შესაბამისი სპეციალისტები ამათ გარდა რეალობაში არავინ არ იყო. წარმოიდგინეთ ეხლა თქვენ ესენი რომ გაგვეშვა და მოგვეყვანა სულ ახალი, რა მოხდებოდა? ვის უნდა მიეღო ის საქმე, ის კონკურსით, ის ტენდერით გამოცხადებული, ვის უნდა შეემოწმებინა, ვის უნდა გაეკეთებინა, სად მივიდოდა ამ შემთხვევაში სახელმწიფო თუ თვითმმართველობა. გასაგები, ანუ იცოდა გამგებელმა რომ ამით ასე თუ ისე კანონს არ ღვევდა ამ ცვლილებით. არა, არაფერს არა, აქ არ იყო საუბარი, რომ კანონს არ ღვევდა. ვიცოდით რომ და გამგებელმაც იცოდა რომ უნდა შესულიყო ამ ბრძანებაში ცვლილება და მიეცა შესაბამისი მითითება სამსახურებს, ეს არის გამგეობის ის სამსახურები, რომლებიც აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები არიან და ისინი ვალდებული არიან კანონის შესაბამისად განახორციელონ, ეს იქნება ყველა ის დოკუმენტი მოამზადონ, როგორც კანონი ითვალისწინებს. არ არის გამგებელი ვალდებული იცოდეს ყველა დეტალი. მან დაავალა შესაბამის სამსახურს, რომელიც იღებს ანაზღაურებას და გარდა ამისა, რომ მიიღოს ხელფასი, მას აქვს ვალდებულება, რომ ყველაფერი კონდეს წესრიგში. ანუ გამგებელმა არ იცოდა, რომ აქ იყო გარკვეული ხარვეზები. მე დავამთავრებ და მე ანალიზი თქვენ გააკეთეთ. მათ მიეცა დავალება, რომ მოეყვანათ გარკვეულწილად ეს მომენტი, რაც მე ვისაუბრე კანონთან შესაბამისობაში. იქ კი არავის უთქვამს, რომ ეს ბრძანება ამოიღე და სხვა ჩადეო.
შეეძლოთ დაეწერათ სხვა ბრძანება, რომელიც ამ წინა ბრძანებაში არსებულ მუხლს ცვლილება შეიტანდა იმ მუხლში. ხო და ამ დეტალებს ხო როდესაც გამგებელი თავად საღამოთი აწევს ხოლმე ფაქტიურად დღის განმავლობაში შეუძლებელია ყველა საბუთს ხელი მოაწერო და გაიარო. არის ხალხთან მიღება, არის სამსახურია, ბატონი ვაჟა დამეთანხმება, გამგებლად მუშაობა და ურთულესი საქმე არის ეს. როდესაც ეს გადაღლილი დაждდები თელი დღე და დასტა ფაქტიურად შემოვიტანენ დასტას ფურცლებს ხელის მოსაწერად, ელემენტარულად ვერ გაწვდები ყველა რომ წაიკითხო მარტო გააზრებაზე აღარ არის საუბარი, ხო? ახან საბუთებს ხელს აწერ, აქ არის ნდობა შენი თანამშრომლის შენი სპეციალისტის მიმართ, ვიც ვარდებულია მოგიმზადოს ეს დოკუმენტი. აი ამ კუთხით რატომღაც არავინ არ უყურებს და ამას ან პოლიტიკურ შეფასებას ვაძლევთ, ან მოახლოებულ არჩევნებს უკავშირებთ, ან შიდა დაძაბულობას უქმნით. ეს არის გარედან დანახული მხოლოდ და რეალობაში, ვისაც უმუშავია ამ სფეროში და ვინც მუშაობს, ყველა შეხედავს ძალიან ნორმალურ ფარგლებში. ეს არაფერი არ არის, ის რაზეც ფაქტიურად მოხდა ამ დიდი ტალღის აგორება, არის აბსურდი. და მე დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ვინც ეს მოიგონა და ვინც ამის უკან არის, ძალიან მალე დარჩება, შემიძლია ხა როგორც წეღან ბრძანეს ერთმა ქალბატონმა გაჩალიჩებულიაო, ესევე დარჩება ის გაღიმებული. ვინც ეს მოიდომ ამის გაჩალიჩება. კი ბატონო ოლეგ, აი თქვენ თვითონ მიხვედით იქ, სადაც შემდეგი კითხვა უნდა დამესვა. თქვენ ერთ-ერთ ჩვენს გადაცემაში რამდენიმე კვირის წინ ბატონი ავთოთელიაშვილის ზარზე უპასუხეთ, რომ მას სასამართლოში სიურპრიზი ელოდა. მაშინ მე რამდენჯერმე ჩაგეკითხეთ, მაგრამ თქვენ პასუხი არ გამეცით და ხომ არ გულისხმობდით სწორედ ამ საქმეს, იმიტომ რომ მაშინ იურიდიულ სამსახურს სწორედ ბატონი ავთოთელიაშვილი ხელმძღვანელობდა. ჯერ სასამართლო არ დამდგარა, მომგონი და იქ გაირკვევა ეგ სიტყვის. გასაგებია, ან თქვენი კომენტარიდან გამომდინარე უკვე გაჩნდა ეს ასოციაცია. ყველა სამსახურზე რა, ყველა სამსახური ვისაც ევალება თავისი ფუნქციის შესრულება. აქ არ არის მარტო ავთოთელიაშვილზე საუბარი, აქ არის საუბარი იმ თუნდაც აპარატზე, თუნდაც აპარატის ხელმძღვანელმა ხომ ვიღაცას დაავალა ეს, ხო? დიახ. ეს არის თანამშრომლების საერთო ჯამში ყველა სამსახურს მოიცავს. და რატომღაც აქ აქცენტი ეკეთება მხოლოდ გამგებელზე. იმიტომ რომ სწორედ ბატონ ბესოს წაუყენეს მხოლოდ და მხოლოდ სწორედ ამას რომ არასწორად არის წარდგენილი ეს რა. ხო, კაცსა, ხო. ელემენტარულად ვინც მუშაობა იცის, ხო, ეს არაფერი არ არის. აბსოლუტურად. და ეს არის მხოლოდ და მხოლოდ შეიძლება იყოს ვიღაცის მიერ გათვლილი აქ სწორედ აღინიშნა ერთი მომენტი რომ გარკვეულწილად ვიღაცას უნდა ამ წინა საარჩევნოდ უფრო კანდიდატის ჩაჩოჩება ასე ვთქვათ. მაგრამ დამერწმუნეთ ეს ფაქტი უფრო გამოდგება სულ ცოტა ხანში უფრო დიდ რეკლამად და კიდევ სხვა ფაქტები სულ ცოტა ხანში გაიგებთ თქვენ კიდევ სხვა თანამდებობის პირების მიმართ თუნდაც ჩემ თავსაც აღნიშნავ გარკვეულწილად რაღაც საჩივრებს და ისეთ განცხადებებს რომელსაც შეიძლება საზოგადოება მართლა გაკვირვებული დარჩეს. კი ბატონო. ესე არის თანამდები პროცესი არჩევნების დროს რომ შენი მოწინააღმდეგე ყველა ხერხით ჩაძირო. კი ბატონო, თქვენ ხომ არ დაკითხეს ამ ან სხვა საქმეზე, იმიტომ რომ ნახსენებ განცხადებები. ამ საქმეზე ვარ, იმიტომ რომ პირდაპირ შეხებაში ეს ჩემთან არ არის და რა ვიცი, არც მაგას გამოვრიცხავ, რომ რახან ბატონი ბესიკბლიაძის მიმართ ააგორდა გარკვეული სახის ესეთი ტალღა არ გამოვრიცხავ, რომ ჩემს მიმართაც აგორდეს, მით უმეტეს რომ ძალიან ვარ შეჩვეული და არასოდეს მე ფაქტიურად ამ წლების განმავლობაში დამშვიდებულად არასოდეს არ ვიცხოვრია თქვენს ხართ ამის მოსწრება. კი ბატონო, დიახ, ქალბატონ ქეთევან და შემდეგ პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი. დიახ. მე როგორც ვიცი, იურიდიული განყოფილების უფროსი გამგეობაში ახალი დანიშნულია ქალბატონი ნინო დემეტრაძე. მე ბატონ ოლეგისთან მაქვს კითხვა. ბატონ ოლეგი, როგორ გონიათ, ჩემთვის გასაგებია, რომ ფაქტიურად ფიზიკურად ვერ შეძლებს გამგებელი წაიკითხოს ყველა მის მაგიდაზე დადებული წერილი თუ დოკუმენტი. და მაშინ ვის დავაბრალოთ ის, რომ ბრძანებაში, დოკუმენტში თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ რაღაცა უზუსტობა მოხდა. ვის მოვკიდოთ ხელის, ხომ ახალი დანიშნულია. და მეორე თემა მდგომარეობს იმაში, რომ მე მაქვს ძალიან მარტივი კითხვა. იქნებ ბატონ ბესიკბლიაძეს თავის დახვრეტაზე აწერინებდნენ ხელს, არ უნდა დაინტერესებულიყო ამ თემით იქ რა ეწერა. იქნებ საკუთარი ოჯახის ლიკვიდაციაზე აწერდა ხელს. ეს ხომ სასაცილო და მასხათასაგდები თემები არ არის. ეს არის აპარატი, ეს არის სამსახური, რომელიც ემსახურება საზოგადოებას და ემსახურება ხალხს. ჩვენ თითოეული ჩვენთაგანი ჩვენ სამსახურში ვალდებულები ვართ მაქსიმალურად თუ არა მინიმალურად მაინც გავიაროთ
ყველა დოკუმენტი რაც ჩვენ წინ დევს და მე ძალიან დავინტერესდებოდი ნინო დემეტრაძის თემით. კი ბატონო. დიახ, მოკლედ ბატონო მარინა და ბატონო მე უპასუხებდი. ანუ, როცა გამგებელი გამოსცემს თავის ნორმატიულ აქტს და ხელს აწერს, ის არ არის ძალაში შესული, მანამ, სანამ აპარატის უფროსი მასზე არ აკეთებს ბეჭედს და არ აძლევს შესაბამის ნუმერაციას. ეს ბეჭდის დარტყმა არ არის მარტო ბეჭდის დარტყმა ბჭყალებში და ნუმერაციის მიცემა არ არის მარტო ციფრის დაწერაზე. ეს იმას ნიშნავს, რომ ის გამოცემული ნორმატიული აქტი, რომელზედაც გამგებელმა ხელი მოაწერა, უნდა შესაბამისობაში იყოს შავ მასალასთან, უნდა შედარდეს შავ მასალას და უნდა გადაიხედოს ვიზირებული არის თუ არა იურისტის მიერ და არის თუ არა კანონთან შესაბამისობაში. გამგებელი იქ ნუმერაციას არ ანიჭებს, არც ნორმატიულ აქტებს არ კინძავს, არც ერთი დღის განკარგულებას არ იღებს და სხვა განკარგულებას არ დებს შიგნით, ის მხოლოდ აწერს. რა თქმა უნდა, წაიკითხავდა ტექსტს ამ შემთხვევაში. შეიძლება ღრმად შევდივართ და რაღაც არ შევიდეთ პროკურატურის ნიუანსებში, მაგრამ რა თქმა უნდა, წაიკითხავდა გამგებელი. ხა დახვრეტა რო არ იქნებოდა, კი ნახავდა, მაგრამ რამდენად შესაბამისი იყო კანონში, რამდენად მართებული იყო, რამდენად დაზარალდებოდნენ თანამშრომლები თუ ასე შემდეგ, ეს უკვე რა თქმა უნდა, ძიების საგანია და ალბათ ძიება ამას დაადგენს, მაგრამ ის ვისაც ენდობა გამგებელი, ვინც მისთვის მუშაობს მთლიანი აპარატი, ვინც ოლეგიმ თქვა ხელფასს იღებს ამაში და პასუხისმგებლობა აქვს თავისი. მაშინ გამგეობის დადგენილებებზე რატო არის ორი ხელმოწერა, ერთი აპარატის უფროსი და ერთი გამგებლის? იმიტომ რომ ორივეა პასუხისმგებელი, ხო? გასაგებია. ეს ასე არ არის, რომ დაუშვათ გამგებელი აკეთებს ყველაფერს და აქ დაესვა წერტილი. იქ მთლიანი აპარატი მაგისთვის მუშაობს. კი ბატონო, ბატონი ალექსანდროშვილი, ჩვენ აპარატის უფროსი ქალბატონი მაკა სამსონიძეც მოვიწვეთ სტუდიაში და ბატონი ავთოთელიაშვილი. საუბარია, აქ საუბარია, რომ ანუ არ არის საუბარი იმაზე, რომ არ იცოდა ბესობლიაძე. ბატონმა ბესომ ძალიან კარგად იცოდა რა იცვლებოდა, ძალიან კარგად იცოდა რომ 3 თვის წინ გამოცემული ბრძანება უნდა ამოეღოთ, გაენადგურებინა და უნდა ჩაედოთ ახალი ბრძანება. ანუ აქვე უკვე არის დანაშაული, დავანებოთ თავი ნუმერაციას და ბეჭდის დასმას, ეს იყო გამგებლის დავალებით, აპარატის უფროს არ აქვს უფლება ერთპიროვნულად გადაწყვიტოს რაღაცა ნორმატიული გამოცეს და გამგებელს მოაწერინოს ხელი ისე, რომ მან არ იცოდეს შიგ რა წერია, ეს ყველაფერი პირიქით ხდება გამგებლის დავალებით. მე როდესაც ქალბატონ მაკას შევახსენე ის ფაქტი, რომ ბატონო მამუკა მესხს გაუვიდა სამთვიანი ვადა და ეს ფაქტი შევახსენე ქალბატონ მაკას, მან მითხრა, რომ კი ბატონმა ბლიაძემ იცის ეს ყველაფერი და მოგვარდება ეს საკითხი. ანუ ის საუბარი, რომ ბლიაძემ არ იცოდა რა ხდებოდა, ანუ 3 თვის წინანდელი ბრძანება უქმდებოდა თუ ახალიდებოდა და ესეთი საუბარი მე მგონი არასწორია. კი ბატონო, ქალბატონიკა, თქვენ მაშინვე იცოდით, რომ როცა ახალ ბრძანებას ხელი მოაწერა გამგებელმა, აქ კანონდარღვევა იყო, ანუ ამის შესახებ თუ გქონიათ საუბარი ან აპარატის უფროსთან ან იურიდიულ სამსახურთან? ანუ აღვნიშნე მე უკვე რომ უკვე გამოიკვეთა ის ფაქტი, რომ სამთვიანი ვადა გავიდა და თანამშრომელი დადიოდა სამსახურში, მე როგორც კადრების წარმომადგენელი ან საქმის წარმოებაში სპეციალისტი, ну დავინტერესდი ამ ფაქტით, რომ სამთვიანი ვადა გავიდა და რა ხდება. გამცეს ესეთი პასუხი, რომ გამგებელმა იცის და ყველაფერი მოგვარდება, ну გადის მე რაღაც პერიოდი და ახლა მე რიგით თანამშრომელი, რა თქმა უნდა, არც არავინ მაყენებდა საქმის კურსში რა ხდებოდა, გადის ალბათ თვეზე მეტი, რაღაც დეკემბრის თვეში უკვე მომაწოდეს ახალი ბრძანებები, სადაც იყო ტექსტი შეცვლილი და იყო იგივე ნომერი და იგივე თარიღი დაფიქსირებული, რომ შემეტანა შრომის წიგნებში და ჩამედო ეს ბრძანებები პირად საქმეში ამ აღნიშნული თანამშრომლების. რა თქმა უნდა მივხვდი, რომ იყო ეს კანონდარღვევა და მივმართე ამ ხერხს. არ გავხდი მონაწილე ამ კანონდარღვევის. კი ბატონო, გასაგებია, აუცილებლად გავაგზავნებ თქვენთან საუბარს. ბატონო ოლეგ, მოკლედ დიახ, წეღან კითხვა იყო დასმული. გარკვეულწილად ქალბატონმა მარინამ გასცა პასუხი ქალბატონი კეთევანის შეკითხვას. რაც შეეხება ნინო დემეტრაძესთან დაკავშირებით, უნდა გითხრათ, რომ ნინო დემეტრაძე ფაქტიურად მიმდინარე წელს დაინიშნა და მაშინ არ მუშაობდა იურისტად. მაშინ მუშაობდა ბატონი ავთოთელიაშვილი
და კიდევ სხვა იყო მემული იურისტი. ეხლა გადავიდეთ იმ საკითხთან დაკავშირებით, რაც ქალბატონმა ეკა ბრძანა, რომ ბატონმა ბლიაძე მიცოდა ეს ყველაფერიო და მე როგორც მისი საუბრიდან გავიგე, მას უთხრა მაკა სამსონიძემ, რომ ბლიაძე მიცოდა ეს ყველაფერიო. ანუ აქედან გამომდინარე, ქალბატონი ეკა ამტკიცებს, რომ რასაც ამტკიცებს, იცის მხოლოდ ქალბატონი მაკას გადმოცემით, რომ გამგებელმა ეს იცოდა, ხო, ფაქტიურად. ანუ არსებობს ის ვარაუდი, რომ შეიძლება გამგებელმა ეს არც იცოდა, რომ ასე უნდა ყოფილიყო და მე შესაბამის სამსახურმა მე ვერ დავასახელებ ერთ-ერთ პიროვნებას ყოველ შემთხვევაში, იმ სამსახურს, რომელსაც ეს ევალებოდა ამ შემთხვევაში საერთო განყოფილებას, ის მას უნდა უზრუნველყო კანონთან შესაბამისობა, როგორც თავიდანვე ქალბატონმა მარინამ შესაძლოა ქალბატონმა მაკა მიცრუა? ასე გამოდის მაშინ. აქ როგორი მომენტია, ორივე ვარიანტი შეიძლება დაიშვას, ხო? რატომ გამორიცხავთ იმას, თუ ამბობთ ერთს, მაშინ ვთქვათ მეორეც, ხო? არა, უბრალოდ რომ იმის განცხადება, რომ ბატონმა ბესიკმა იცოდა ეს, იმიტომ რომ მე ქალბატონმა მაკამ მითხრა, ძალიან ბევრ ლოგიკას არის მოკლებული. ანუ ამ მსჯელობით არ მივდივართ იქამდე, რომ გამგებელი საქმის კურსში იყო ყველაფრის. ასე რომ არსებობს ძალიან ბევრი კითხვები, რომელსაც ალბათ გამოძიება იმედი მაქვს დაადგენს. კი ბატონო, დიდი მადლობა, ძალიან მოკლედ ონისე გაჩეჩილაძე, ზაზა სუდაძე, მოკლედ მინდა ბატონო ზაზა, გისმენთ თქვენ როგორც საზოგადოების ნაწილისთვის, აი რას ნიშნავს, როცა თქვენი მუნიციპალიტეტის გამგეობის პირველი პირი პასუხისგებაშია მიცემული. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არ არის არც იმისი, თქვათ, დანაშაული თუ დანაშაულის ჩადენის თუ არ ჩადენის ფაქტი, ეს დადასტურებული ჯერ არაფერი არ არის. მაგრამ მაინც აი ეს ფაქტი რას ნიშნავს ზოგადად საზოგადოებისთვის? ну გასაგებია ჩვენ აღვნიშნავთ რომ ადამიანის რომელსაც ამხელა მუნიციპალიტეტი ენდობა არავითარი უფლება არ აქვს რომ შეცდომა დაუშვას რა თქმა უნდა დანარჩენს მე ვფიქრობ რომ პროკურატურის საკითხია და პროკურატურა გადაწყვეტს ამას ყველაფერს კი ბატონო და ყველა დამნაშავე აქებს თავის დანაშაულზე პასუხს როგორ ფიქრობთ საზოგადოების დამოკიდებულება თქვათ აი ამ დეტალის შემდეგ თვლიან რომ ეს არ არის ძალიან მნიშვნელოვანი მაგრამ მაინც საზოგადოების დამოკიდებულება ხელისუფლების მიმართ ნდობა შეიცვლება როგორ ფიქრობთ აი ეს ფაქტი იქონიებს გავლენას საზოგადოების ნდობაზე ну ახლა ორ სახათ არის აქ პასუხი გასაცემი მაგაზე რასაც თქვენ ბრძანებთ მაგრამ შესაძლებელია იყოს გავლენა იქონიოს ამ ყველაფერმა და შესაძლებელია არ იქონიოს გააჩნია ვისთვის და რისთვის კი ბატონო დიდი მადლობა ონისე გაჩეჩილაძე საღამოშტობისა ბატონო ონისე როგორ ფიქრობთ რასთან გვაქვს საქმე გამგებელი შეიყვანეს შეცდომაში თუ მან გამოიყენა გადააჭარბა თავისი მე არ ვიცი გამგებელი შეიყვანეს შეცდომაში თუ არა მე ერთ რამეს ხედავ ეს არის დაუდევრობა ვის მიმართ და როგორ მიმართ ეს ნათლად ჩანს ეს არის გამგეობაში ერთმანეთთან ვერ თანხმდებიან და რაც მეორე მხარე რასაც ქვია პოლიტიკური სარგებლობა ეს არის რასაც მიაწოდებ ადამიანს გლეხს და უბრალოდ მოქალაქეს ხო ის ამით სარგებლობს ნათლად ჩანს რომ დღესდღეობით არაფერი არ არის გაკეთებული მე და ბატონო შარშან ამ თემასთან მქონდა საუბარი ერთმანეთთან კითხვა რეჟიმშია სტუდიაში დამეთანხმებით ბატონური თითქოს გააკეთეს წყლები ააყვავეს ახალციხე დააგეს ასფალტები მე ამ თემაზე შემიძლია ვილაპარაკო მთელი 1 საათი მაგრამ გამგეობაში რა ხდება ეს არის საგამოძიებო და მილიციის საქმე ჩემი საქმე არ არის რა თქმა უნდა გასაგებია თუმცა როგორც საზოგადოების ნაწილი სწორედ აი ასე და პოლიტიკური პარტიის საზოგადოების ნაწილი უკმაყოფილოა დღევანდელობით რაც დღეს ხდება კი ბატონო გასაგებია დიდი მადლობა ბატონო ვაჟა თქვენი პარტიის წარმომადგენელზეც საქმეა აღძრული ან გულისხმობ ბატონ გელა დემეტრაძეზე რომელიც იყო ასევე ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი როგორ ფიქრობთ აი რას მიგანიშნებთ ეს რასთან გვაქვს საქმე ეს გამგებლების ასე ვთქვათ გასამართლება თუ აი ეს პროცესი ვერ ვიტყვი რა გამგებლები ჩვეულებრივი ადამიანები არიან ახლა განსხვავებით ბატონი ბესობლიაძისგან გელა დემეტრაძის უფრო ახლოს ვიცნობ და მე არ მიპარება რომ ეს ადამიანი უდანაშაულოა ну ბესობლიაძე ახალციხეში ალბათ არ უმუშავია ნაკლებად ვიცნობ ერთ წელიწადი რაც იმუშავა მუნიციპალიტეტში ღმერთმახნას არ დადასტურდეს მისი ბრალეულობა მაგრამ აი როგორც კი მოусმინე მე აქ გამოსვლელებს სადღაც იკვეთება რომ გარკვეული სახის სამართალდაღობას აქვს ადგილი. და ის ფაქტი რომ ის არ იცოდა არ თავისუფლებს ნამდვილად პასუხისმგებლობისაგან და მე ვფიქრობ რომ დაცვის მხარეს ეს სტრატეგია არ გამოადგება რომ არ იცოდა და რაღაც უცოდნარობით ან გულგრილობით მოვიდა ესა თუ ის ფაქტი ამას ნამდვილად ვერ დაადასტურებენ. კი ბატონო დაცვის მხარეს მინდა მიუმართო
თქვენ გუშინ მედიის საშუალებით გავრცელდა ასე თქვა თქვენი შეფასებები ეკატატალაშვილმა სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურას გაყალბებული ბრძანებები წარუდგინა და ანუ ეს არის მოპარული. აი ამაზე მინდა თქვენ რა გაძლევთ ამის თქმის საფუძველს და სამართლებრივად როგორ თავისთავად თქვენ ჩვენზე ბევრად მეტი იცით და როგორ დიახ როგორ ხდება მაგასთან დაკავშირებით არ ვიცი ჩემ განცხადებას როგორი ინტერპრეტაცია მიეცა, მაგრამ მე ახლა ამჟამად პირდაპირ ყველას წინაშე და სტუდიაში მინდა გითხრათ. შემდეგი რა? ფაქტია, ყველა დამეთანხმება, რომ ის განცხადებები, რომელიც განცხადებას თან ერთოდა, საჩივარსთან ერთოდა, ეს არ მოხვედრილა კანონიერი გზით. ანუ პროკურატურას არ ამოუღია ეს. იტანა ვიღაცამ იქ. ამაზე ბუნებრივი შეკითხვა გაუჩნდა ბატონ ბესიკ პლიაძეს. თითოეული ჩვენთაგანს რო ყოფილიყავით მის ადგილას, გაუჩნდებოდა თვითონ იყო ხო მუნიციპალიტეტის გამგებელი და თავის სამსახურიდან რაღაც დოკუმენტები მოულოდნელად ხდება პროკურატურაში რაღაცა არაკანონიერი გზით. ანუ იმ გზით არა, რა გზითაც უნდა ამოეღო პროკურატურას. სხვა ყველა დოკუმენტი პროკურატურამ კანონიერი გზით ამოიღო და ამჟამად პროკურატურაშია და ამოწმებენ. დიახ. ამ 4 თუ 8 დოკუმენტზე ამ ორი ბრძანება ასე რომ და სწორედ აქედან გამომდინარე მე განვმარტე და ეხლაც ვიმეორებ მე ბესიკ პლიაძის პოზიციას მოგახსენებთ და ალბათ თითოეულ ჩვენთაგანს გაგვიჩნდებოდა მის ადგილას რო ყოფილიყავით ლოგიკური აზრი რომ დაინტერესებულიყო ეს ადამიანი და მოეთხოვა თუ რა გზით და რა საშუალებით და რატომ მოხვდა პროკურატურაში ეს დოკუმენტები სხვა მე მსგავსი არ მithქვამს ეხლა მე ნამდვილად რა მით უმეტეს ჩემი პროფესორი 17 წელი ადვოკატი ვარ და არავის მიმართ, არავის წინააღმდეგ ბრალდებლად არ გამოვდგები, აქვე ვიძახი რა. გასაგებია, თუმცა აღნიშნავთ, რომ კანონის დარღვევით მოხდა ეს. ფაქტია რა, ფაქტია ის, რომ ეს კანონიერი გზით არ მოხვედრილა იქ, არ ამოუღია პროკურატურას. პროკურატურა შეიძლება მიაწოდო ინფორმაცია და ის ბრძანება თუ რა დოკუმენტია, მივიდეს პროკურატურა თვითონ ამოიღოს, არსებობს ამის კანონით დადგენილი წესი. მაგრამ როდესაც გამგეობიდან დოკუმენტი ხვდება პროკურატურაში რაღაცა გზით და ის დოკუმენტი რომელიც წესით არ უნდა გავიდეს გამგეობის უკეთრად თქვენ იცოდით საიდან მოხდა, ვისგან მოხდა ასე ვთქვათ ეს დოკუმენტი ამ საქმის განხილვის შემდეგ ამაში ეს რამდენად ცნობილი იყო თქვენთვის ვისგან მოხდა ეს დოკუმენტები პროკურატურაში სხვათა შორის მინდა გითხრათ რომ დღემდე საქმის მასალებში არ ჩანს ასე რომ ვთქვათ არ ჩანს თუ საიდან მოხდა ცალსახად რომ ეკატატალაშვილმა წარადგინა თუ ვინ წარადგინა ამის ცალსახად თქმა შეუძლებელია ახლა ამის ვარაუდის თქმის საფუძველს ბატონ ბესობლიაძეს აძლევს ის რომ ეკატატალაშვილის განცხადების საფუძველზეა გამოძიება დაწყებული. გასაგებია. დიდი მადლობა. ამაზე ქალბატონო ეკა თქვენი მინდა რომ ამ საკითხზე გააკეთოთ კომენტარი. როგორ მოხდა თუ თქვენ განცხადებასთან ერთად იყო ეს საბუთვები წარდგენილი, როგორ მოხდა ასე ვთქვათ კანონიერად თქვენს ხელში და როგორ მოხდა წარდგენება პროკურატურაში? მაგრამ დავიწყებ იქიდან რომ გუშინმე ბატონმა ნუგზარ სამარჯიშვილმა დამდო ბრალი, დამწამა ცილი, მიწოდა მატყვისა ქურდი და თქვა რომ მე მოვიპარე, ანუ არაფრის საფუძველზე აღნიშნა ეხლა რომ ცალსახად არ არის დაფიქსირებული რომ ეკატატალაშვილმა წარადგინა საბუთვები მიუხედავად ამისა გუშინ უკვე გააკეთა მან ესეთი ხმამაღალი განცხადება რომ მე მოვიპარე გამგეობიდან ეს საბუთვები და აქედან გამომდინარე მე ვარ ქურდი და ამ საკითხზე მე ბატონ ნუგზარისგან ვითხოვ კატეგორიულად ბოდიშის მოხდას მაყურებლის თანდასწრებით და რაც შეეხება როგორ მოხდა ბრძანებები პროკურატურაში მოგახსენებთ მე გამგეობაში მუშაობდი წამყვან სპეციალისტად კადრებისა და საქმის წარმოების საკითხებში შესაბამისად გამგეობის თანამშრომელთა პირადი საქმეები მებარა მე ვაწარმოებდი მათ ანუ ვაწარმოებდი პირად საქმეებს, ვავსებდი შრომის წიგნაკებს, პირადად ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი მაძლევდა ბრძანებებს დანიშვნა განთავისუფლების შესახებ თანამშრომლების, რომ შესაბამისად მე შემეტანა შრომის წიგნაკში ეს ყველაფერი. ანუ ეს ბრძანებები მქონდა მე წეღანაც აღვნიშნე, ანუ რომ მომცეს ეს ბრძანებები, მე შეიცვალა ეს ბრძანებები და რომ მივხვდი იყო კანონდარღვევა, არ მინდოდა რომ ყოფილიყავი ამ კანონდარღვევის თანამონაწილე და გადავწყვიტე მიმეწოდებინა პროკურატურისთვის. კი ბატონო, ინფორმაცია ერთია, თუმცა თვითონ დოკუმენტების, ასე ვთქვათ, ამოღება და მიწოდება, მე არ ვიცი, მე არ ვარ ამ საკითხში გარკვეული, რამდენად კანონიერად მოხდა. განმარტე რომ მე ეს დოკუმენტაცია არ მომიპოვებია კანონის დარღვევის გზით.
მე ეს არის ჩემი სამსახურებრივი მოვალეობა, რომ ეს დოკუმენტები უნდა ყოფილიყო ჩემთან და მე წარმოებინა პირადი საქმე თანამშრომლების დოკუმენტს მაძლევდა პირადად აპარატის უფროსი, ანუ ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ამჟამად. და ის ფაქტი, რომ მე რაღაც კანონი დავარღვიე და არაკანონიერად მოვიპოვე დოკუმენტაცია, ეს არის სიცრუე. და კიდე არის საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში ერთ-ერთი მუხლი საიდუმლოების დაცვა. სადაც წერია, რომ მოხალე ვალდებულია დაიცვას ანუ ეს თავისი უფლება მოსვლების განხორციელებისას და სამსახურიდან წასვლის შემდეგაც უნდა დაიცვას სახელმწიფო და კომერციული საიდუმლოება და დამეთანხმებით, რომ ეხლა ეს დოკუმენტი არც სახელმწიფო საიდუმლოება იყო და არც კომერციული. ანუ თქვენ გამგეობიდან ამ საბუთის გატანის უფლება გქონდათ? რა თქმა უნდა. კი ბატონო, გასაგებია, დიდი მადლობა. აუცილებლად ბატონი ირაკლისგანაც მინდა, იმიტომ რომ ის უფრო ამ საკითხში ჩახედულია, დიახ, გისმენთ ხალბატონ მარინა. რაც შეეხება დოკუმენტებს, ანუ თუ ეს დოკუმენტი, რომელიც მოხდრილია პროკურატურაში და არის ორიგინალი, ანუ არის გამგებლის ხელმოწერა და ბეჭედი, რა თქმა უნდა, ეს არ უნდა გასულიყო და ამის გატანა რავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. მაგრამ თუ დოკუმენტი გასულია დამოწმებით სწორია, ანუ ეგზემპლიარებს შესაბამისად სწორიას აწერს აპარატის უფროსი, პირიქით ყველა იმ პიროვნებას, ვიზედაც გამოიცა ეს ბრძანება, უნდა ჩაბარებოდა ეს დოკუმენტი და სარეგისტრაციო წიგნში უნდა მოეწერა ხელი, რომ იმან ნამდვილად მიიღო ბრძანება თავის თავზე. ამდენად შესაძლებელი იყო ეკას თავისი ქონოდა და უშუალოდ ბრძანება, სხვა დანარჩენს სამს თავისი ბრძანება ხელზე ქონოდა და მიეტანათ პროკურატურაში. არის დოკუმენტები, რომელსაც აქვს საიდუმლო გრიფი გამგეობაში, არის დოკუმენტები, რომელიც არის საჯარო და თვითონ პიროვნებაზე გამოცემული დოკუმენტი ის ერთი ეგზემპლიარი, მხოლოდ სწორიათი და არა ორიგინალი ბარდება თვითონ იმ პიროვნებას, ვიზედაც არის გამოცემული. კი ბატონო, ბატონო ირაკლი, მანამდე დიახ ბატონო გზარ გისმენთ? ხო. მე ქალბატონ ეკას განმარტებასთან დაკავშირებით არ ვიცი ეს ქალბატონი რატომ არის ნაწყენი ჩემზე, ან რატომ ითხოვს რაღაცა ფორმით ბოდიშის მოხდას. ეხლა საბოდიშო თქვენთან ქალბატონო ეკა ნამდვილად არაფერი არ მაქვს, თუმცა რომ ქონოდა ნამდვილად არ მეწყინებოდა ამ სტუდიაში კი არა ნებისმიერ ადგილას მოვიხდიდი, მით უმეტეს მანდილოსნის წინაშე მოსახდელი თუ გაქვს ბოდიში, ჯელტმენურია და არაფერი არ არის მაგაში სამართლინო, მაგრამ ამ შემთხვევაში მე თქვენთან ბოდიში ნამდვილად არ მაქვს მოსახდელი. ახლა თუ იმისათვის გინდა მოგიხადო ბოდიში, რომ ბესიკ ბლიაძის ადვოკატი ვარ და თქვენ ძალიან არ მოგწონთ ბესიკ ბლიაძე, ეს სხვა საკითხია. ეხლა მე თქვენთვის ქურდი არ მიწოდებია, თქვენთვის კი არა. თქვენთვის კი არა, თქვენ შეგიძლიათ თითოეული ჩემი საქმე ნახოთ. უამრავ ნამდვილი ქურდის ადვოკატი ყოფილი ვარ და იმაზე მithქვამს მართალია თქო სასამართლოზე გამოსულ ვარ. და როგორ შეიძლება რა სისულელია უდანაშაულობის პრეზუმფცია და პირველი იურისტმა ანაბანასავით ეგ იცის რომ სულო დანაშაული იყოს ჩადენილი და სულო დანაშაული ქონდეს ვიღაცა ჩადენილი არ შეიძლება იმას უწოდოთ ამნაშავე და ქურდი ყაჩაღი და ასე შემდეგ. გასაგებია, თუმცა მედიაში ასე გავრცელდა. არა, მედიაში როგორ გავრცელდა ეხლა რა ჩემს ეგერ რასაც ვიძახი, ეგერ ვიძახი რა. მე თქვენზე სხვათა შორის ერთადერთი ეჭვის გამოთქმის ისიც ეჭვის, რომ შესაძლებელია თქვენგან შეიძლება საქმის მასალებში სარაჩანს, თქვენი მიტანილია თუ არა, თქვენი ძახით ახლა. ხო და ერთადერთი ეჭვის გაჩენის საფუძველი შეიძლება ყოფილიყო ის, რომ თქვენი განცხადების საფუძველზე გამოძიება დაწყებულად მისი მიტანილიც არის თქო. ეს არის უკანონო გზით თქო და ეგერ დაადასტურეს ჩემს გარდა ადამიანებმა, რომ იქიდან გატანა არ შეიძლებოდა. იმ დოკუმენტის. ანუ მე თქვენ ქურს არ გიწოდებთ, ეს უბრალოდ გაუჩნდება ადამიანს ლოგიკური ეჭვი, რომ ვინ და რატომ გაიტანა დოკუმენტები, რომელიც არ უნდა გასულიყო. ჩვენც გაგვიჩენ და გასაგებია გისმენთ. შეიძლება. პირველი მე ნამდვილად არ გამიგია ქალბატონი ეკასგან, რომ მე ვინმეს რაიმე მივეცი დოკუმენტი, ეგ არ მომისმენია. ახლა მეორე. რაც შეეხება დოკუმენტი უნდა გასულიყო გამგეობიდან თუ არ უნდა გასულიყო. თუ სიყალბესთან გვაქვს საქმე, თქვენ რა გონიათ, ესე იგი უნდა დაეძახათ, რომ აგერ ბატონო ჩვენ დოკუმენტები გამოვყარეთ, მოდით შემოდით და ამოიღეთო თუ რა არის. ვიზირებად აქ ზედმეტი ამაზე საუბარი. თუ დანაშაულთან იყო საქმე და ვინმე დოკუმენტები გააყალბა, ამოიღო და გადაყარა უნდოდა და ვერ გადაყარა და იმ დოკუმენტის იმ ნომრით და იმ რიცხვით და იმ თარიღით სხვა თემა ჩადო, ამაზე ვინ გაგატანდა ვიზირებით კაცო. გაუჩნდათ მინდა სტუდიაში თქვა, საზოგადოებამ გაიგოს. როდესაც პროკურორს კითხა მოსამართლის კითხვაზე, რომ ერთთვიანი გამოძიება მიდიოდა ხო თებერვალში დაწყებული და მარტის ბოლოა პრაქტიკულად.
ერთიანი გამოძიების პერიოდში ხომ არ ქონია ბესიკ ბლიაძის მხრიდან გამოძიებისათვის რაიმე სახით ხელი შეშლას ადგილი ან მოწმეებზე ზეწოლის ან სხვა ისეთ გარემოებებს ადგილი რაც ხელი შეუშლიდა გამოძიებას პროკურორის ცალსახა პასუხი იყო რომ მსგავს ფაქტს ადგილი არ ქონია არადა თანამდებობიდან გადაყენების ერთადერთი საფუძველი არის ის მხოლოდ ის რომ ვინმე ბრალდებულია ეს არ არის თანამდებობიდან გადაყენების საფუძველი დასაბუთებული უნდა იყოს თანამდებობის პირის თანამდებობიდან გადაყენება იმით, რომ ის აუცილებლად ხელს უნდა იყოს დასაბუთებული ვარაუდი იმისათვის, რომ ის ხელს უშლის გამოძიებას, მის თანამდებობაზე ყოფნა, შემდგომში თანამდებობაზე ყოფნა ხელს შეუშლის გამოძიებას. მაშინ რატომ მიიღო სასამართლომ აი ამ არგუმენტის მიხედვით? ხო, მაგიტო გავასაჩივრე, მე თვითონ არ ვიცი რატომ მიიღო, მიმაჩნია უკანონო და დაუსაბუთებლად და მაგიტო გავასაჩივრე დარწმუნებული ვარ ეს გაუქმდება სააპელაციო სასამართლოს მიერ. კი ბატონო, გასაგებია. დიახ. მე ახლა ოლექსანდროშვილის ჩვენი საკრებულოს ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარის პოზიცია მესმის იმიტომ რომ მე შემიძლია თამამად თქვა და მაქვს და მთელმა ასე შემიძლია თქვა რომ რაიონმა იცის რომ ბესიკ ბლიაძე ოლექსანდროშვილთან შეუთანხმოების გარეშე ელემენტარულ საბუთო დოკუმენტსაც ვერ აწერდა ხელს და ამიტომ გინდა არ გინდა უნდა დაიცვას პირველ რიგში ბესიკ ბლიაძე თავისთავად ცხადია რომ აქედან გამომდინარე თავის თავსაც იცავს. კი ბატონო, ეს თქვენი მოსაზრება ჩემი მოსაზრება ეს არ რეგულირდება. არა, კანონით არ რეგულირდება, მაგრამ ეს ფაქტია, რომ ესე არის. საკრებულოში და გამგეობაშიც ოლექსანდროშვილის გარეშე ვერავინ ვერაფერს ვერ წვითავს. იმენა დათანხმებენ ყველაფერს მაგასთან. რა გაძლევთ აი ამ თუნდაც ის მაძლევს არგუმენტი, თუნდაც მე გეტყვით, როდესაც ბესიკ ბლიაძეს კი არ ირჩევდნენ, ნიშნავდნენ და ინიშნებოდა გამგებლად პირველად. ამ ფაქტს შეუშალეთ მე და ჩვენმა თანამებრძოლმა ხელი. შემდგომ დაინიშნა ბესიკ ფითარიშვილი. და ეს ბესიკ ბლიაძე სპეციალურად წაიყვანეს და დანიშნეს რაბათის ციხის დირექტორად. შეუნახეს ფაქტიურად ეს გამგებლის ადგილი. და როდესაც გაუვიდა ხითარიშვილის ვადა გამგეობლის, მოიყვანეს და დააჯინეს ბესიკ ბლიაძე. საკრებულოში საკრებულოს წევრები ვინც არიან? ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ ყველა არიან წინა მთავრობის მოყვანილი საკრებულოს წევრები. თუმცა ყველა ხმამისა ორი დეპუტატის ყველა ხმამისა ორი დეპუტატის გარდა. მოდი ეს აქ უკვე ეჭვს ბადებს, რატომ მოხდა ესე. იმიტომ რომ ოლექსანდროშვილის თავისთავად ცხადია, თავის დროზე ნაციონალების დაკვეთებს ასრულებდა და ამაზე სტატიაც დაიდო, რატომღაც არანაირი ყურადღება არ მიექცა მას, როგორ იღებდა ხელფასებს. ჩემ თუ ესეთი ვიღაც ვისმეს დაებრალებინა, ხო, მე აუცილებლად სასამართლოში უჩივლებდი და პასუხისმგებინებდი ამას. მაგრამ ამას არ მოყოლია არანაირი რეაქცია. ისე რომ ყველამ კარგად ვიცით ახალციხეში და ახალციხეში მაცხოვრებლებმა, რომ ბესიკ ბლიაძე ფაქტიურად სკამზე იჯდა და ასრულებდა, იღებდა ხელფასს და გამგებელი იყო. თორემ როგორც ასეთი საკრებულოს თავმჯდომარის ნებართვის გარეშე ვერანაირ შეუთანხმდა ვერანაირ დოკუმენტს ხელს ვერ აწერდა. კი ბატონო, მაშინ ასე გაგისმენთ კითხვა. თქვენ ფიქრობთ რომ ბატონო ლავლეგმა იცოდა რომ მე რთული რომ იცოდა. ბესო აწერდა ხელს დოკუმენტს რომელშიც იყო კანონდარღვევა. კი ბატონო, ბატონო ლავლეგ, მინდა რომ მოკლედ უპასუხოთ ამ ასე თქვა ბრალდებას ყოველ შემთხვევაში ბატონ ჯიმშევის მოსაზრებას. დიდ მადლობას მოვახსენებ ასე დიდი რეკლამისათვის, თუმცა ძალიან უფრო მაგარი ყოფილვარ ვიდრე მე მეგონა ჩემ თავზე. და ამასთანავე ვთხოვდი ბატონ ჯიმშენს, რომ იქნებ კანონი წაეკითხა ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ და იქ კარგად და ნათლად წერია თუ რა ფუნქციები აკისრია გამგებელს, რა ფუნქციები აკისრია საკრებულოს თავმჯდომარეს, რას წარმოადგენს საერთოდ საკრებულოს თავმჯდომარე და ვინ უნდა მიიღოს ძირითადი გადაწყვეტილებები მუნიციპალიტეტში. ეს უმთავრესი საკითხი და ახლა დანარჩენები კანონია, მაგრამ ეს ყველაფერი კეთდებოდა კანონი. მე მგონი აქ სხვა საკითხებზე ვარ და ვერდიკალით კეთდება ყველაფერი საკრებულოში. და დღესდღეობით იმიტუ არის ჩვენი რაიონი. შეგიძლიათ სასამართლოში იჩინოთ ამ საკითხებთან დაკავშირებით და მიმართეთ სასამართლოს და ახლა ამ ეტაპზე ჩვენ სხვა საკითხს ვიხილავთ. სხვა საკითხს ვიხილავთ ეს მტკივნეული საკითხები რაც არის, რაც რაიონს და ხალხს ეხება, ესე იგი ეს არ არის საჭირო, ხო? და არ უნდა განვიხილოთ და ამ თემებზე არ უნდა ვისაუბროთ. კი ბატონო, ამ თემებზე არაერთხელ ვსაუბრობთ ზოგადად საზოგადოების პრობლემებზე ჩვენ სტუდიაში. ბატონო ოლეგ, გამომდინარე იქიდან რომ თქვენ დააყენეთ საკრებულოს სხდომაზე ბატონი ბესიკ ბლიაძის კანდიდატურა. და როცა დღეს ბატონი ბესო პასუხისმგებლობაშია მიცემული, გარკვეული პასუხისმგებლობას თქვენც გრძნობთ ამ შემთხვევაში, თქვენც გეკისრებათ, როგორ ფიქრობთ? მე წეღან აღვნიშნე, რომ ის რაც არის დაკისრებული ბატონ ბესიკ ბლიაძეზე არის აბსურდი
და გარკვეულწილად კიდეც დავასაბუთეს და კიდევ დამატებით ფაქტებსაც მოვიტან იმას, რომ წეგან ვახსენე, რომ ეს იყო შესყიდვების სამსახური ძირითადად და წარმოვიდგინეთ, რომ შესყიდვების სამსახური გაგვეშვა ის თანამშრომლები, მოგვიყვანა სულ ახალი, რა მოყვებოდა ამას. რეალობაში შეგვედარებინა ახლა ეს ორივე ფაქტი ერთმანეთთან და რა გადაწყვეტილებას მიიღებდა ნებისმიერი თქვენგანი. მოდი აქ კუთხითაც შევხედოთ და ისე შევაფასოთ ბატონი ბესიკის მიერ გადადგმული ნაბიჯი. აქედან გამომდინარე, მე არანაირად არ მიმაჩნია, რომ მას აქვს რაიმე დარღვევა გაკეთებული, ასევე თავისთავად ცხადია, არანაირ პასუხისმგებლობას ამ კუთხით არც მე არ აღვძნობ. კი ბატონო, თქვენ ბატონო ოლეგ თუ ალბათ უკვე გარკვეული იქნებოდა თუ აპირებდა მერის პოზიციაზე ახალციხის მუნიციპალიტეტში კენჭისყრას ბატონი ბესიკ ბლიაძე და თქვენ აი ეხლა თუ ურჩევთ, როგორ ფიქრობთ, რამდენად სწორი იქნება აი ამ ფაქტის შემდეგ, რომ თქვათ მან მიიღოს მონაწილეობა? ეს მისი პირადი უფლებაა და ფაქტიურად მისი გადასაწყვეტია, ამიტომ მე ვერაფერს ვერ ვიტყვი ამასთან დაკავშირებით. მაშინ გავლენას თუ იქონიებს ამას კითხავთ? სულ რამოდენიმე დღეში, როდესაც ბატონი ბესიკი გამართლდება, წეგანად თავიდანვე ვახსენე მე, რომ ეს იქნება დიდი რეკლამა მისი წინასაარჩევნო საქმიანობისთვის, თუ ის გადაწყვეტს. ყოველ შემთხვევაში მე მის ადგილზე ამას გამოვიყენებდი ძალიან დიდ სარეკლამო ასე ვთქვათ, წინასწარი საარჩევნო რეკლამად და მე მგონი ბატონი ბესიკი ამ შემთხვევასაც არ გაუშვებს ხელიდან, თუ რა თქმა უნდა გადაწყვეტს საერთოდ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. კი ბატონო, დავამატო ახლა ბატონი ბესიკი არანაირი პოლიტიკური ფიგურა არ არის. მე თუ მკითხავ და მე თუ კი არა ხალხსაც რო შევეკითხოთ 70% რაიონისა არც იცნობს ვინ არის ბესიკ ბლიაძე. და ისე რომ როგორც ასეთი რომ ეს პოლიტიკური მას შევადარო და პოლიტიკური რეკლამა გაიკეთოს ეს გამორიცხულია რა. კი ბატონო, გასაგებია. ბატონო ოლეგ, ისე თქვენ მინდა კითხოთ, როცა წინასაარჩევნოდ თქვენი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელს აძლევენ პასუხისმგებაში. ზოგადად ეს პარტიის რეიტინგზე ხომ არ იქონიებს გავლენას, როგორ ფიქრობთ? გასაგებია ცალკე ბატონი ბესიკის კანდიდატურა, მაგრამ ზოგადად პარტიაზე, ქართულ ოცნებაზე, ადგილობრივი ხელისუფლების ფაქტორზე ხომ არ იქონიებს გავლენას, როგორ? მოდი ასე ვთქვათ, ვინც ეს ჩანაფიქრი, უბრალოდ ეს ქმედება ჩაიფიქრა, შეიძლება ფიქრობდეს ასე, როგორც თქვენ ბრძანეთ, რომ იქონიოს გარკვეულწილად ზემოქმედება, მაგრამ წეგან აღნიშნე და კიდევ იგივეს ვიმეორებ, რომ ყველაფერი შეიძლება იქნეს გამოყენებული სარეკლამოდ. აქედან გამომდინარე, ხო, ის ვინც ჩაიფიქრა, რომ მიაყენოს ვიღაცა ზიანი, შეიძლება უკან შემოუბრუნდეს სულ რამოდენიმე დღეში. ასე რომ ეს არის წინასაარჩევნო პროცესი, ყოველდღიურად უნდა ველოდეთ ისეთ სიახლეებს, რომელსაც დღეს ვერ წარმოვიდგეთ, ასე რომ წინ კიდე ბევრი ახალი სიახლე გველის. კი ბატონო. ასე რომ საკმაოდ გვექნება სამუშაო. რომ პარტიას თუ მიაყენებს რაიონებას. ჯერ ერთი ბატონი ბესო ბლიაძე მე არც ერთი მიტინგი არ დამიტოვებია ქართული ოცნების. როდესაც ბატონი ბიძინა ატარებდა მიტინგებს. არც ერთი და თუ ვინმე დადიოდა ახალციხიდან 4-5 კაცი დავდიოდით. ბატონი ბესიკ ბლიაძე საერთოდ არ მინახია იქა და როგორ გახდნენ არა მარტო ბესიკ ბლიაძე, დანარჩენები დღეს ქართული ოცნების წევრები, ეს კიდე დიდი კითხვის ქვეშ. აქედან გამომდინარე დღეს რასაც უყურებთ ქალაქში, ხო? ქართული ოცნების წევრები ამდენი არის. ამდენი ქართული ოცნების წევრები რო ყოფილიყვნენ, ქართული ოცნების მხარდაჭერები რო ყოფილიყვნენ, არჩევნებს ახალციხეში მოვიგებთ. კი ბატონო, ესენი არა ყვარყვარელები. კი ბატონო, ეს ცოტა სხვა თემაა. ბოდიში ეს დავამატებ, ბატონ ჯიმშეს თქო გაიხსენოთ, საერთოდ გაიხსენოს, ვინ ჩაიყვანა ის ქართულ ოცნებაში და პირველი ნაბიჯები ვინ გადაადგმევინა ქართულ ოცნებაში და შემდეგ ისაუბროს სხვაზე. თუ ამასაც იტყვით, კარგი იქნება და მე ასევე თქვა, ვინ მოგიყვანა ქართული ოცნების შტაბში, როდესაც შენ საწინააღმდეგოდ იყვნენ განწყობილი მალხაზ ჟუჟუნაძე, თამრიკო გოგოლაძე, ვინ გაიხსენე მაგი? შეიძლება. კი ბატონო, ეს ცოტა სხვა თემაა, მაგრამ სულ ერთ თავარ თემას დაუბრუნდეთ რა. ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ ხალხო, ვინც რომელ პარტიაში ხართ და ვინ პირველი მიხვედა, ვინ მეორე, მაგას რა არსებითი მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის. მე სხვა რამის თქმა მინდა რა. ის რომ ბატონ ჯიმშეს პლიან დავთანხმები, რომ ბატონი ბესიკ ბლიაძე პირობას გაძლევთ, რომ მაჟორიტარი დეპუტატათაც კი რომელიმე რაიონში ახალციხე ხომ დაყოფილი უნდა იყოს. იქაც ვერ გაიმარჯვებს რაზე აქ თაობარი რომ მერის კანდიდატი იყოს და მე რატომ ფიქრობთ ასე რა? არა, იმიტომ კი არა რომ ცუდი ადამიანი, იმიტომ რომ მას არ უცხოური აქ არ დიდხანს და იგი არ არის ისე. ერთი წელია ზუსტად ახალციხე. არ გითხარ ხო ერთი აი ზუსტად მაგან დაგუპა ერთი წელია მოვიდეს, იგი ვიღაცამ უნდა დანიშნოს. როგორც ერთხელ უკვე დანიშნეს და
ყვარყვარე თუ მედროვე რა მნიშვნელობა აქვს ეს ნაციონალებიდან იქით გადავიდა და მე ახლა ის უფრო მეტი აქტიური ოცნება თქვენ მაგაზე დაწყნარდით იმ გამგეობაში ვინც იქით გადავიდა და ვინც აქეთ გადმოვიდა მაგაზე არ აქვს მნიშვნელობა ღმერთმა ყველას პირობაში მოახმაროს რა მნიშვნელობა აქვს აქ მეორე საშიშროება შეიძლება იყოს ბესიკ ბლიაძე სულ არავის არ დაჭირდა იქ ბესიკ ბლიაძის ეგიდით ახლა შეიძლება მოდგნენ და წინასაარჩევნოდ მილიონი ადამიანი დაიჭირონ ჩვენსაც არ ვიდობთ თქვენ რას გიზავთ ამას დაუფიქრდით თქვენ და რა რეიტინგი უნდა დაანგრიოს და გამგებლად დანაშაული ჩაიდინა რის რეიტინგი უნდა დაანგრიოს რა ქართული ოცნების რეიტინგი ნდობა ხელისუფლების წარმოადგენელია გამგების ნდობა იცი როდის ხალიფდება როცა წლის ბოლომდე ფასიან ტუალეტს მაინც ააშენე ბერცალს აი მაგ დროს ხალიფდება ნდობა და ეხლა ბესიკ ბლიაძე იქნა ისავს რამეს იყალბესან არ ჩაიდეს თუ მეორე თანამდებობის პირიქ თამს აიღებს რა მნიშვნელობა აქვს მაგას ნდობა არ მოყვება გასაგებია ბელადები კი არ აქვს ნდობა კეთდება საქმის კეთებით ყველა ინსტიტუტი ჩამოიშალა კი ბატონო ქალბატონი მარინა და ისევ წინასაარჩევნო პერიოდზე მინდა რომ ვისაუბროთ რა გავლენას მოახდენს ეს პროცესი კი ბატონო ქალბატონი მარინა წინასაარჩევნო პერიოდზე საუბარზე რო გადავიდეთ, ესე იგი პოლიტიკურ დებატებში უნდა შევიდნენ დღეს აქ წარმოდგენილი სტუმრები და ამიტომ მე მიჯობს რომ დაუბრუნდე ისევ თემას და ჯობია ვისაუბროთ იმაზე, რამდენად მანკიერია ეს საკონკურსო წესი, რამაც მოიტანა დღეს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის პასუხისგებაში მიცემა. ეს რა თქმა უნდა ძალიან არასასიამოვნო ფაქტია თითოეული ახალციხელისთვის და მთლიანად მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები თითოეული ადამიანისთვის. ანუ არის ძალიან მანკიერი პრაქტიკა კონკურსის ჩატარების. არის უამრავი კანონი ჩამოთვლილი, რომლის ცოდნასაც ავალდებულებს ეს საკონკურსო წესი პიროვნებას, რომელსაც ვერცერთი კონკურსში გამსვლელი ადამიანი ვერ დაიზეპირებს, ჯერ კონკურსის მიღების ჯერ მთლიანად კონსტიტუციაა მოცემული, კონსტიტუცია უნდა იცოდე. როცა თვითონ ვის კონსტიტუციას წერს ის ნიუანსები შეიძლება თუ არ ჩაიხედა კონსტიტუციაში, არც ახსოვდეს იმ მომენტში. მერე საკონკურსო კომისიაში არიან, არ მიწყეს ბატონი ოლეგი ალბათ, არიან რესტორნის დირექტორები, სასტუმროს დირექტორები და თვითმმართველობის, არა ეს აუცილებლად უნდა ვთქვა და თვითმმართველობაში ისინი არჩევენ თანამშრომელს თუ ვინ უნდა იმუშაოს. მე იმათ კი არ ვაკნინებ. ისინი არიან თავიანთ სფეროში კომპეტენტურები და ადგილობრივი თვითმმართველობის სფეროში ნამდვილად არ არიან კომპეტენტურები. ანუ რამდენიმე ადამიანი უნდა შეირჩეს ერთ საკონკურსო ადგილზე, ვინც გარკვეული ტიპის რაღაც ქულებს დააგროვებს და მერე გამგებელი კომპეტენტურმა კომისიამ, მერე გამგებელი არამეთქი მაგას გეუბნები, აბარაზე ლაპარაკობ, არ არის კომპეტენტური. ძალიან არ მინდა რომ მომისმინა და არაერთხელ ვისაუბროთ. ანუ რამდენიმე ადამიანი, ვინც შეირჩევა გამგებელს, საკრებულოს თავმჯდომარეს და ასე შემდეგ სხვა თანამდებობის პირებს უნდა ქონდეთ უფლება და საშუალება იმისა, რომ იმადგან აარჩიონ ის ადამიანები, ვინც იმუშავებს თავისთან. და არა რაღაც საკონკურსო კომისიამ დაუსწროს ესა თუ ის. ეხლა იმ ადგილზე მომუშავე ადამიანმა არ იცის კონკურსი და მე დღეს ის არ იცის კანონი და მე გარედან რომ მივიდე, მე ვიცი იმაზე უკეთესად. კი ბატონო, გასაგებია. 5 წელი გავიდა თუ 7 წელი არც მახსოვს, რაც მე იქიდან წამოვედი და შვენივრად ვიცი. მახსოვს ხო? გარედან შესული ადამიანი კიდე იმდეს ვერ მოახერხებს. კი ბატონო, ქალბატონო მარინა, ეს სხვა გადაცემის თემა სამწუხაროდ. არა, ზუსტად ამიდან მოდის ყველაფერი და ეს არის მნიშვნელოვანი. გასაგებია. კომპეტენტური კადრები უნდა იყოს გამგებაში და საკრებულოში. ბატონო ირაკლი, ქალბატონო ეკასტა. ჩვენი უბედურება იცით რა არის? კონკურსიო, არასწორად კი არ ჩატარდა. კონკურსი საერთოდ რატო ჩატარდა? და რა კონკურსი ჩატარდა? კონკურსი ტარდება თავისუფალ ადგილზე, დანარჩენად ატესტაცია ქვია. ატესტაციისთვის მზად არ ვიყავით, იმიტომ რომ ვერ შევადგენდით ტესტებსო, თქვენმა მაწყობლებო, დიდხანს გიცოცხლებ მშობლებმა და მაისში თუ არჩევნები უნდა ჩაატაროთ, რატო ატარებდით 3 თვით ადრე? რა კონკურსი? ხალხი რა ქნეს? ანუ ხალხს იძულებით დააწერინეს განცხადება. ასე გამოდის. კონკურსი ტარდება თავისუფალ ადგილ, ვაკანტურ ადგილზე. ანუ ჯერ ადგილები გაავაკანტურეს, ყველამ დაწერა რომ ჩვენ ბატონო, ჩვენინებით მივდივართო და მე თვის ბოლოს მოდით და მაგ ადგილზე მივიღებ კონკურსში მონაწილეობას. რაშია საქმე? აი სად არის პოლიტიკური უმსგავსობა. გაგრძელებული. გაიჩაეტარებინა თუ უნდათ ატესტაცია, კონკურსი, ანუ გავიდა ხალხი და მე ისე იმ ადგილზე მოვიდა, მინდა მუშაობა, რას მიდიოდა კაცო? კი ბატონო. ქალბატონო ეკა, თქვენ ბატონო ვაჟა, შედარებით ნაკლ პასიური ხართ დღეს, დიახ. უკაცრავად თუ შეიძლება
თუ შეიძლება მიკროფონი ერთი წლის განმავლობაში დავდიოდი ტრენინგებზე და გვიხსენებდა უკაცრავად ბატონებო თუ შეიძლება მიკროფონის გარეშე თქვენი ხმა მაინც არის ბატონი ვაჟა თუ შეიძლება ბატონი ვაჟა მთხოვას იყო ბატონი ვაჟა ბატონი ირაკლი თქვენი ხმა მაინც არის მის მიკროფონის გარეშე თუ შეიძლება ბატონი ვაჟა სურს ხმა დიახ ბატონი ჩვენ რამოდენიმე კონკურსის ბატონო ირაკლი იქნება მომისმინოთ ჩვენ კონკურსის ჩატარების წინ მოწვეული ვიყავით აქ სტუმრად დიახ და მე მაშინაც ვთქვი რომ თავიდანვე განწირული იყო ეს კონკურსი და ამას მოყვებოდა სერიოზული უთანხმოებები იმიტომ რომ ფაქტიურად იქ არ ჩატარდა ესეთი ფორმით ეს კონკურსი რომ აი თუნდაც ტესტირება დარქმეოდა ვინ რამდენ ქულას აიღებდა და ასე შემდეგ აი როგორ მოხდა ფაქტიურად რამდენი წლის ახარ რა დაამთავრე რამდენი შვილი ყავს და აი ესეთი გაცნობიტი ხასიათის სახე მიიღო ამ კონკურსმა და ამიტომაც უსამართლობის შეგრძნება დარჩა ხალხს და კი ბატონო, ქაბატონო ეკა, თქვენ ადგილობრივ ხელისუფლებას სასამართლოშიც კონკურსს შევეხეთ, სწორედ ამიტომ მინდა რომ მკითხოთ, სასამართლოში გაასაჩივრეთ კონკურსის შედეგები, აი ამაზეც რომ გითხრათ მოკლედ. კი, გავასაჩივრე კონკურსის შედეგები, იმიტომ რომ მე გავამიშვე სამსახურიდან. ანუ გასაუბრება მოხდა ძალიან ისე პრიმიტიულად, იყო მხოლოდ ოჯახური მდგომარეობის შესახებ იყო შეკითხვები. და ისე ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ მე ვმუშაობ გამგეობაში 2000 წლიდან სხვადასხვა თანამდებობებზე. 2000 წლიდან აქამდე მე და ბატონო ოლეგის გზები ხშირად გადაიკვეთა სამსახურეობრივად. მუშაობდა იგი გამგებლის მოადგილედ, მუშაობდა განყოფილების უფროსად და არასდროს მე ბატონი ოლეგისგან არ მიმიღე არანაირი შენიშვნა, არანაირი საყვედური, არც სიტყვიერი და არც წერილობითი ამ ხნის მანძილზე. და ამოჩნდა რომ იმ 3 წუთის მანძილზე რასაც ეს გასაუბრება ქვია ბატონმა ოლეგმა აღმოაჩინა ის რომ თურმე მე ვიყავი ნაკლებად მქონდა განვითარებული პროფესიული უნარჩვევები და ძალიან მაინტერესებს ამ 3 წუთში ბატონო ოლეგ შეკითხვა მაქვს თქვენთან რა დაინახეთ ჩემში ესეთი უარყოფითი და საგანგაშო რომ გადაწყვეტეთ სამსახურიდან გაგეშვათ ჩემი თავი კი ბატონო დიდი მადლობა აუცილებლად ბატონო ოლეგ დავამატოთ და ძალიან მალე უნდა დავასრულოთ იმიტომ რომ მე ჯერ დავიწყებ იქიდან რომ კონკურსის შედეგები არაერთხელ იქნა განხილული, უბრალოდ კონკურსთან დაკავშირებული საკითხები. კონკურსის საკონკურსო კომისიის შემადგენლობაც ფაქტიურად აქ არ დაასახელეს, რომ ჩვენ უნივერსიტეტიდან და პროფკავშირებიდანაც ყავდა წარმომადგენელი, რაც შეეხება იმ პიროვნებებს, რომლებსაც აქ დამსწრეები ირონიულად მოიხსენიებენ სასტუმროს დირექტორებად თუ რესტორნის დირექტორებად. ისინი იყვნენ, იმიტომ რომ იქ მიედევნებინათ თვალყური, რამდენად იქნებოდა მიუკერძოებლობა და ესწრებოდა კიდევ არასამთავრობოების წარმომადგენელი და რატომღაც ის ქალბატონი არასდროს არ მოგიწევია თქვენ. არა, ჩვენ ყოველთვის მოვიწევთ, თუმცა ყოველთვის უარს გვეუბნება. არც არასდროს რომელიმე არასამთავრობოს, რომელიც აქ არის მოუმართავს და ჩვენ რომ უარი გვეთქვა, ესეც ამის ფაქტიც არ არსებობს, პირიქით იყო მოთხოვნები ხოლმე ტელევიზიით, რატომღაც ყველა ელოდა რომ წერილობით უნდა მისვლოდა მას და დამიპატიჟებულიყო, მაგრამ როდესაც ვაკეთებ ჩვენ ამას ტელევიზიით და პრესის სხვა საშუალებებით, მე მგონი ესეც საკმარისია იმისთვის, რომ დაინტერესებულმა პირებმა მოაკითხონ და თავიანთი ყურით მოესმინათ იქ ოჯახურ გამოკითხვას ვაწარმოებით თუ უბრალოდ შეკითხვებს. მართალი ბრძანეს რომ იმდენი კანონის შესწავლა უწევდა კონკურსაც რომ მართლა ვერ ისწავლით და უბრალოდ ჩვენს მიერ იყო ისეთი შეკითხვები დასმული, რომ თვითმმართველობის კანონი მაინც რომ ქონოდა წაკითხული იმ შეკითხვაზე ოდნავი სწორი პასუხიც უნდა გაეცა. უმეტეს შემთხვევაში მათ არ ქონდათ წარმოდგენა თუ ფრაქცია როგორ ყალიბდება საკრებულოში, თუ ვისი ბრძანებით პირდაპირ ასეთი შეკითხვები იქნა დასმული, რომ ვისი ბრძანებით იქნება ფრაქცია და ამ შემთხვევაში ბრძანებით თუ განკარგულებით იქნება და ხან ზოგი ბრძანებას კითხულობს, ზოგი განკარგულებს და ამ შემთხვევაში არც ერთი არ არის სწორი და სულ სხვანაირად. როდესაც ამას ვერ გაგცემს პასუხს, საინტერესო რა არის მოდი კიდევ დავამატებ, იყო ასეთი მე ეხლა ერთი ვთქვი და სხვა კითხვებიც იყო, რომლებიც ეხლა ქალბატონ ეკასთან დაკავშირებით რაც მან ბრძანა. ამდენი წლების განმავლობაში მუშაობდიო და ჩემ იმაშიო რა დაინახეთო, ხო? ფაქტიურად ქალბატონო ეკა თქვენ როდესაც ასე ვთქვათ, ამ გადასახედიდანვე გაგცემთ პასუხს,
როდესაც ნახეთ, რომ შეგაცვლევინეს საბუთებში რაღაც დოკუმენტი და თქვენ ჩათვალეთ, რომ არასწორი იყო, შეგეძლოთ მაშინვე მიგემართათ სასამართლოსთვის და ის არ უნდა ამოგედოთ ბალიშის ქვეშ და როცა დაგჭირდებოდათ, მაშინ არ უნდა გამოგეყენებინათ. აი ამ კუთხითაც ეხლაც რომ იყოს იგივე, მე იგივეს გავაკეთებდი, თუმცა მაშინ ამ აზრზე არ ვიყავი, ის იყო კომისიის გადაწყვეტილება, პირადად მე ამ აზრზე არ ვიყავი მაშინ, მაგრამ ეხლა რომ იყოს ის სიტუაცია, მე უკვე სხვა შეხედულებით მიუდგებოდი თქვენ შეფასებას, გაცილებით დაბალ ქულას მოგცემდით. კი ბატონო, დიახ, ძალიან მოკლედ. ქალბატონი კეთი და ძალიან მალე უნდა დავასრულოთ, იმიტომ რომ ყველანაირად დრო ამოუწურებთ. კომისიის გადაწყვეტილება იყო, რომ მე უნდა წავსულიყავი სამსახურიდან და მე დავსვი კონკრეტული შეკითხვა, რომ რომელ შეკითხვას ვერ გავეცი პასუხი, თქვენ იყავით იმ კომისიის თავმჯდომარე, რომელ კომისიამაც, როგორც თქვენ ამბობთ, მე გადაწყვიტა, რომ მე უნდა წავსულიყავი სამსახურიდან, მე კონკრეტულად გეკითხებით, რა მკითხეთ გასაუბრებას და ვერ გიგპასუხეთ პასუხი. ვერ გაგეცით პასუხი. კონკრეტულად მაინტერესებს. გასაგებია. კომისია რომელ საუბრეში ხარ? სამწუხაროდ. ქალბატონო კეთ, მოკლედ და უნდა დავასრულოთ, იმიტომ მე როგორც არ შეიძლება. თვითონ გაიგნა კომისიის წევრი, ეხლა რომ გავატაროთ ატესტაცია. ვერც ერთი კომისიის წევრი ვერ გაიგო, თავმჯდომარეს ვერ კი გაიგო. ბატონო. ამაზე ორი ქალბატონო რუსუდან, მე როგორც არასამთავრობო ხელმძღვანელი, მინდა კითხვა დავსვა. მაშინ როცა რაბათის ციხის დირექტორი კონვერტით, თეთრი კონვერტით აგზავნის, რომ 28-ში გახსნა და გეპატიჟებით, ჩვენ არა ვართ სამოქალაქო სექტორი ის კატეგორია, რომ სახელმწიფო სტრუქტურებში შეუხტეთ და გინდა თუ არა იცით რა მე თქვენ კომისიაში უნდა დაგიჯდეთ. ეს ჩემთან არ შეიძლება რომ მოხდეს, თუ კი მოწვევა ან შეთავაზება არ იქნება რომელიმე სახელმწიფო სტრუქტურიდან. ეს ერთი. მერე კიდე მეორე, მე მოვიშველიებ დავით გურამიშვილს და მოდი ნურც ოცნებას დავაბრალებთ, ნურც ნაციონალებს დავაბრალებთ, ნურც ბურჯანაძეს და საერთოდ პარტიულობას შევეხოთ, ნუ ხა შევეხებით, იმიტომ რომ ეს პოლიტიკური თემა არ არის. ეს არის შიდა სტრუქტურული თემა და დავით გურამიშვილს აქვს ესეთი ციტატა. მე ვაგქმევ ციტატას, რომ მერმე შინათ აიშავდნენ, ძმამ მოუდო, ძმასა ხისტიო. თავის თავს აქ ლოდი იცესო, გულში მოიხვედრეს ხიშტიო და ეხა შიგნით თუ რაღაცა ვერ ლაგდება და ამის ფონზე მსხვერპლია თანამშრომელი და რაღაცა დავაშავეთ, იმის უნარიც უნდა გქონდეს, რომ ეს დანაშაული ვაღიაროთ. კი ბატონო, გასაგებია. გასაგებია სამწუხაროდ ყველანაირ დროს გადავაცილეთ, ამიტომ უნდა დავასრულოთ, მაგრამ დასრულებისთვის მოკლე რეზუმები, თუ რაიმეს დამატება გინდა დღევანდელი საუბრიდან გამომდინარე. დიახ ბატონო. მე არც კონკურსი მეხება ახლა. კონკურს არ გულისხმობ საქმეს, რომელსაც პროგრამჭერი არა ვარ, მე ვარ ადვოკატი, კონკრეტულად აქ ამ სტუდიაში ადვოკატს მინდა კითხვა დაუსვა რა. ქალბატონი კეთი. კითხვას დავსვა მოკლედ რა. თუ კი არ დადასტურდება ის ინფორმაცია, რომ ქალბატონ ეკას არაკანონიერი გზით არ ქონდა დოკუმენტები მოპოვებული. თქვენ ჩათვლით თუ არა თქვენ თავს დამნაშავეთ ცრუბრალდების მეთოდით, როცა პირდაპირ მედიის საშუალებით უწოდებთ ქალბატონ ეკას დოკუმენტების ქურდს. კითხვა მაქვს მარტივი. მე მედიის საშუალებით გაგიმეორეთ ახლა პროვოკაციაზე თუ ხართ, მაგ თემაზე რა, ძალიან გეშლებათ მისამართი ჩემთან. ეს ადამიანის უფლებების დარღვევაა. ძალიან გეშლებათ თქო ჩემთან, იმიტომ რომ მე ქურდი არ მიწოდებია, ქურდი. მაშინ გააპროტესტეთ მედიის თემა. ქურდისთვის არ მიწოდებია, ქურდისთვის. გააპროტესტეთ ბატონო და დაამტკიცეთ რომ მედია მიცვა. სასამართლოს განაჩენით რომ დადასტურებული ქურდია, ის გამისარჩივრებია მართალია მეთქი, მithქვამდა, დაუფლება მაქვს. კი ბატონო. ვიტყვი და ეხლაც ვიმეორებ. ეხლაც და ყოველთვის გავიმეორებ, რომ დოკუმენტები მიმაჩნია და მემეჩნიება ყოველთვის ესე იქნება, რომ დოკუმენტები უკანონო გზით არის იქიდან დასული. გასაგებია, ამაზე უკვე ისაუბრეთ. ხო და ეხლა ვინ ამ ჩემ ნათქვამს რანაირი ინტერპრეტაცია მიცა, ეს ჟურნალისტის ბრალია და ეხლა ყველა ჟურნალისტის მიმართ არჩევნები რო შევიტანო, მაშინ სხვა გასაგებია. კი ბატონო, ბატონო გზარ, ბატონო ვაჟა. დიახ, ალბათ შემატყეთ, მაინც და მაინც თავშეკავებული ვიყავი იმის გამო, რომ ჯერ არ არის საბოლოო გადაწყვეტილება, ცოტა რთულია ჩემი გადმოსახედიდან საუბარი. უკაცრავად. კონკრეტული ფაქტების თაობაზე და მაგისთვის ვიზახი, გამიგეთ, რომ დაუშვებელ მტკიცებულებად ვარ. უფრო ფართო კომენტარს გავაკეთებ. კი ბატონო, ბატონო ჯიშე, მე მოკლედ ამ საკითხთან დაკავშირებით ვერტები ბატონო ვაჟას. მე მინდა ელემენტარულად დავამატო წეღანდელ ბატონ ოლეგის საუბარს კითხვა ესეთი. ეს კითხვები, რომლებიც ისმება და დაისვა კომისიაზე, თუნდაც კადრებში ვინც მუშაობს, იმას რა შეაინტერესებს. ეს უნდა იყოს თავის საქმის პროფესიონალი და თავის საქმიდან გამომდინარე უნდა დაუსვან იმას კითხვები. არათუ ვინ არის სიტყვაზე ისრაელის პრეზიდენტი ან პრემიერ-მინისტრი. შედარება რო გავაკეთოთ. მეორე, მოდიშოთ ბატონო ვაჟა.
როდესაც ვაკანტური ადგილები გამოცხადდა, ხო? ეს არის ხალხის თვალების ახვევის მიზნით გაკეთებული ყველაფერი, თორემ წინ და წინ გაწერილი ქონდა, წინ და წინ ჩამოწერილი გვარი სახელები ვინ რომელ თანამდებობაზე უნდა დაენიშნოს. და ვინც აწყობდა დატოვეს, ვინც არ აწყობდა გაუშვეს. ეხლა არ ვიცი საქმის მასალებით როგორ არის ეს დოკუმენტები ვინ წარადგინა პროკურატურაში და ვინ არა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს წარუდგენელობა უფრო მეტ დანაშაული იყო, დანაშაული შეუტყობინებლობა, დანაშაული დაფარვა, ვიდრე ვთქვათ დამალვა ამ ფაქტის და ასე სულ რომ კანონდარღვევით ყოფილიყო მიწოდებული დოკუმენტები. ეს დოკუმენტი არ წარუდგენია სადღაც დანაშაულებრივ ორგანიზაციაში, სამართალდამცავ ორგანოში წარადგინა პროკურატურაში და ჩვეულებრივად გააკეთა შეტყობინება ეს ყველა მოქალაქის და ყველა ადამიანის ვალდებულება, როცა დანაშაულის შესახებ მიიღებს ცნობებს, უნდა შეატყობინოს შესაბამის ორგანოები. კი ბატონო, გასაგებია, დიდი მადლობა. ორი სიტყვით, იმიტომ რომ გადამიყვანეს ძალიან იმაზე და ძალიან მარტივად მე არ ვიცი სად წაიკითხეთ და სად ეწერა ეს, მაგრამ ეგერ დაწერი უფრო ჯობია თუ ჩემი სიტყვებით, ეგერ გეუბნებით. მე კუდი არ მიწოდებია თქვენთვის. ეხლაც მიმაჩნია და წინა სასამართლოს სხდომაზე აუცილებლად ვიტყვი, რომ ეს დოკუმენტები უკანონო გზით არის მოხდილი საქმეში. ეს ჩემი პოზიციაა, ამას ყოველთვის ვიტყვი. და ეხლა თქვენ არ ვიცი, ანაირად გაიგეთ და იმ გაზეთში ანაირად დაწერეს ეს ამას. გასაგებია, ჩვენ აქ გავახმოვანეთ ის, რაც მედიაში გავრცელდა ზუსტად ისე მქონდა ამოღებული სტატიიდან. დიახ. და ვთქვა, რომ დაცვისა და ბრალდების მხარე თავი კანონიერად იმოქმედებენ თავის კომპეტენციის ფარგლებში, ხოლო სამართლიანი სასამართლო მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას და ჩვენ კიდე ერთხელ არ დაგვჭირდება ამ საკითხზე ტელედებატებში მონაწილეობის მიღება. კი ბატონო, დაველოდებით საქმის დასრულებას. სამწუხაროდ უნდა დაგემშვიდობოთ, იმიტომ რომ ყველანაირი დრო ამოუწურეთ ჩვენი. დიდი მადლობა ყველას ქალბატონებო და ბატონებო სტუდიაში მობრძანებისთვის, საინტერესო საუბრისთვის. მე მაყურებელს შევახსენებ, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი ბესიკ ბლიაძე პასუხისმგებაშია მიცემული მას ბრალის სისხლის სამართლის კოდექსის 351 მუხლით წაუყენეს, რაც სამსახურებრივ სიყალბეს გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ბლიაძეს უფლებამოსილება შეუჩერა და გირაოს სახით 4000 ლარი დააკისა. ამ თემაზე ვსაუბრობდით გადაცემაში ჩვენს სტუმრებთან ერთად. მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად. დიალოგის დასრულებისთანავე საინფორმაციო გამოშვება ეკო დაიწყება პირდაპირ ეთერში და შემდეგ ტელეადვოკატი. მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად. ნახვამდის.